სანამ მიხვდები მაგას, რომ ბრძოლა არ არის საჭირო, მანამდე ბრძოლობ. და იქ ბრძოლა იმისთვის იყო საჭირო, მიხვდები, რომ ბრძოლა არ ყოფილა თუმცა საჭირო. არ არსებობს თითქოს ზღვარი ფიქში, როდის შედიხარ, აი თითქოს ვერ ამჩნევ ისე იპარები ამ გამოცდილებაში რა. კულმინაციური იოგა ამას ნიშნავს გაერთიანებას და ყველაფერი შენ ხარ, კი ბატონო. მაგრამ როდესაც მე ესხეულიც ვარ და შენ ესხეული ხარ, ხო? მე შენ ვერ ვიქნები ვერასდროს, ხო? მედიტაცია გამოვა მან, სადაც ძალისხმევა არ იქნება. ხო, აი ბოლომდე ვერ მოყვები რა რაღაცნაირად. იმ განსთან გამიშთა რომ აი mindfulness ცოტა კრიტიკულად უყურებ რა და მაგის ხო შედარება მინდოდა. ადამიანები იბადებიან, ცხოვრობენ, მთელი სასწაულები ხდება, ხო, როგორც წეგან თქვით და ეს სასწაულები ჩემ გარეშე ხდება. ჩემი იდეა მეს გარეშე ხდება. რა მჭირდება რომ ეს სიმნელე აღარ იყოს? უბრალოდ სინათლე უნდა შემოვიტანოთ, ეს სიმნელე თავისთავად ქრება და ამ სიმნელის პრობლემები უბრალოდ ქრება. აი, დავიწყეთ შემდეგი ეპიზოდი, შემდეგ სტუმართან ერთად. დღეს ჩვენი სტუმარია ტრანსცენდენტული მედიტაციის მასწავლებელი დავით მამალაძე და ხო, მოკლედ ესეთი ტრადიცია გვაქვს უკვე ჩამოყალიბებული ჩვენთან, რომ სულ ყვებით პირველი კითხვა არის შენი გამოცდილება. როგორ მოხდი მედიტაციამდე? რამდენი ხნის წინ დაიწყე და რა იყო ის პირველი ის რომ ხო კი ბატონო. კი ბატონო. პირველი რასაც გიპასუხებ, არის ის ალბათ რომ დავიბადე. დავიბადე. ძალიან შორიდან დაგიწყია კი. არც ისე. ნუ აი ეს მე სადღაც დაიბადა და აქედან დაიწყო ცხოვრება და ვფიქრობ და ეს სწორად ასე მიმაჩნია რომ იქნება მოხსენებული თუ ვიტყვი რომ აქედან დაიწყო ჩემი მთლიანი მოგზაურობა და ვფიქრობ რომ ყველა ადამიანი ასე იწყებს რა. მე ამის კატეგორიზირება რომ მე უშუალოდ რაღაც მიმართულებას დავადექი, მე არ უყურებ ასე რომ რაღაცა გზას დავადექი და ყველა გზა ერთი გზისკენ მიმავალი მგონია რა. და ამაზე მინდა რომ რაც წეგან შემოგთავაზეთ, ეს ამბავი წარმართოს და ვიკვირდეთ რა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაშიც იყო, რაც შენ ახლა მკითხე, ბუნებრივია მესმის რაც იგულისხმებოდა და იყო ის რომ რაღაც სირთულეები მოხდა ცხოვრებაში სხვადასხვა ისეთი თუ ამ ყველაფერმა მიმიყვანა აქამდე რა. იმ გაგებით რომ დავფიქრდი იმაზე თუ ვინ დაიბადა საერთოდ ვინ მოვიდა და რა საკეთებს და რითიც აი კარგია რა ეხლა შენ რას თქვი რა თითქოს აი ჩემ შემთხვევაში მაგალითად ეგ რომ დავიბადე და სულ მაგ პროცესში ვიყავ ეგ ძალიან გვიან გავაცნობიერე ესე რომ ვთქვათ რა და აი ხო ჩემი კითხვაც ეგ იყო რომ აი რა მომენტიდან იწყება მაგის გაცნობიერება რომ რაღაც დიდი პროცესის ნაწილი ხარ ხო, მივხვდი რომ ეგ იკითხე და ანუ პასუხი ის არის რომ რაღაცა ისტორიები არის და მოდი პარემ ვუპასუხოთ ამ ყველაფერს. ნუ მოკლედ ესე მოხდა ჩემს შემთხვევაში რომ პატარა ვიყავი რა. აი ყველაზე მძაფრი ჩემთვის აი ესე რაც ჩაბეჭდილი იყო ინფორმაციის სახით, სადაც აი ეს განათება, გამოღვიძება, რაღაცა აზზე მოსვლა მოხდა. პირველი იყო ეგ რომ ბავშვობაში ვიყავი პატარა, ვიყავი 3-4 წლის, არ ვიცი. ყველგან ამას ყვები თუ კი სადმე პოდკასტში ვყოფი ვარ, მაგრამ სხვა რა გზა. ხო და ახლა რა ხდება რომ ესე იგი პატარა ვარ და მაქვს ესეთი შეგრძნება რა. აი არსაიდან ახლა ბავშვი ხარ, თამაში გინდა, სხვა არაფერი გაინტერესებს და აი ესე უეცრად მოდიოდა ჩემთან ესეთი შეგრძნების გამოცდილების სახით რაღაცა რომ უეცრად გძნობდი როგორც აი დეჟავუ ხო ყველას გვიგზნია რა. აი რაღაცა აუხსნელი, რაღაცა მძაფრი განცდა, რომელსაც ვერ ვხვდები რა არის რა, მაგრამ დეჟავუზე არ ვლაპარაკობ ახლა რა, უბრალოდ რაღაცა ამას ვადრი რომ უფრო გასაგები იყოს. და ჩემთვის ეს იყო მაშინის ბავშვური გონება, იაზრებდა რომ ეს ცხოვრება არის რაღაცნაირი თამაში. ანუ განცდა მქონდა რომ ყველა ადამიანი რაღაცას თამაშობთ რა. ну ბავშვურად ესე ვფიქრობდი, ოღონდ თამაშობთ არა რაღაცა ბავშვი რო თამაშობს, არამედ რაღაც როლებს თამაშობთ რა, ანუ ცხოვრებაში. ეს რამდენი წლის ხარ? 3-4 წლის რა, აი რაღაც ესე რა. არ ვიცი ხა ზუსტად, მაგრამ დაახლოებით ეს დრო არის და ეგრევე ვიაზრებდი ამ მოვლენას და ჩემი ეს განცდა იყო ძალიან სასიამოვნო ნეტარება, რაღაც აი სიყვარული გევლებოდა, ესე არ ვიცი როგორ ავხსენო რა, რაღაცა ესეთი მომენტი. და მე ამას გინა არ გინა გონება პასუხებს ეძებდა რა არის, საიდან მოვიდა, რატო ხდება, რატო თამაშობთ ადამიანები და მსგავს რაღაც კითხვებს ვსვავდა რა.
და როდესაც ეს კითხვები ჩდებოდა, რა თქმა უნდა, მეც ბავშვი ხარ, მივიდიოდი და უფროსებს ვეკითხებოდი, რა ვინც კი ჩემს გარშემო იქ იყო და მახსოვს, რომ ნუ აი დედა ჩემს ვკითხე, მეგონი ჩემს მას ვკითხე და ნუ მოკლედ ვიღაცებს ვკითხე და ისე მაგრად იყვნენ ამ როლში და ისე მაგრად თამაშობდნენ ამ როლს, რომ მივხვდი, რომ აზრი არ ქონდა რა, აი არანაირი აზრი არ ქონდა. ეს ყველაფერის მიხვედრა ბავშვობაში ხდება თუ? არა, აი ეხლა მე რაღაც ფრაგმენტულ რაღაცებს ვყვები, რომ უფრო კონტაქტი და რაღაცის დავამყარო რა, რომ საიდან მოხდა ეს ყველაფერი დღემდე აქამდე რა და ნუ აი ესე ხდებოდა რა მოკლედ. ამ ადამიანს რო გაუზიარე, ნუ მივიღე ისეთი პასუხი, რომ მივხვდი, რომ აზრი არ ქონდა რა და ნუ ბავშვი ვარ და მე გადამავიწყდა და ეს გამოცდილება ესე პერიოდულად მოდიოდა, მიდიოდა, მაგრამ რეალურად ახლა ესე კი ვამბობ, რომ მოდიოდა, მაგრამ არც არაფერი მოდიოდა, არც არაფერი მიდიოდა. სწორად იყო, მაგრამ ხო, მაგაშია საქმე. მაშინ რატო ქონდა ეგეთი განცდა შენი აზრი? იმიტომ რომ აი გონებაში ხდებოდა ეგეთი რაღაცები. ყურადღება გავიწყდება მე რაღაცნაირად გონებაში შეჭობილი ხარ. შენც რაღაც როლს თამაშს იწყებ, გავიწყდება და მე ეს ხო, აი ეგ არის რა. ანუ როლში შედიხარ რა, მე იქ რაღაცა ისეთი ხარ, ესეთი ხარ, ის უნაქნა რაღაცები და აქ უკვე სცენარებს და რაღაც ამ მასკებს თუ რაღაცებს იკერებ რა სახეზე ესე. ხო და ნუ მოკლედ მე წამოვიზარდე. მე ნუ ესეთი ბავშვი ვიყავი, რომ ყველაფერი მაინტერესებდა თუ კი რამე ღმერთზე, შემეცნებაზე, რაღაცა ისეთ პროცესებზე იყო ხოლმე საუბარი, რელიგია, სხვა ფილოსოფიები, ანუ ბევრი ესეთი სიღრმე მაინტერესებდა რა, იმიტომ რომ ხედავდი რომ ადამიანები ამ ყველაფერზე ლაპარაკობენ, განსაკუთრებით საძერძელოების დროს სუფრაზე, სიყვარული, ღმერთი, ეს ამბავი და ამ ყველაფერში ვხედავდი რომ არსებობს რაღაცა, რაზეც ადამიანები ესე ლამაზად საუბრობთ, მაგრამ რატომღაც ესე ვერ ცხოვრობთ რა. ხო და ნუ მქონდა შეგრძნება რომ რაღაცა არსებობს მეტი და უნდა ვეძიო ეს ყველაფერი რა და ნუ როგორც რეზონირებდა რაღაცები, ისე ვიკვლევდი ამ ყველაფერს რა. და ამ პროცესში ვიტყვი რომ რაღაცებს შევეხე, ხა იოგას, მედიტაციას, სხვადასხვა წყაროებს, სადაც სხვადასხვა ინფორმაციები მივიღე. და მაგამდე არ იყო თქვათ რელიგიური, ანუ მართლმადიდებლური ჩვენი კი, როგორ არა. ეგ გაიარე და მე აი ჩემს შემთხვევაში მაგალითად მანდი ვიყავი ჯერ მანდ ვიტრიალე და მე მანდ კიდე უფრო ბევრი კითხვები და უკმაყოფილებები გამიჩნდა და მე რაღაც ათეიზმში წავედი და მე მოხვდი იოგაში და ესეც წავედი რა და ხო, დაახლოებით ეგრე ხდება ზოგადად, ხო რა. კი, ნამდვილად ეგრე არის და ჩემთანაც იყო ხო ეს გადახვევა, გადმოხვეები, ესე რაღაცა მაინდამეც მიმართულებებში, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ არ იყო რა რამე მაინდამეც უკიდურესად სადმე გადასვლა რა, უბრალოდ ნუ ზოგადად ვინტერესდებოდი ამ თემებით. და ნუ იმას გვამინდა რომ რაღაცა პრაქტიკებს, რაღაც ლოცვას, მედიტაციას, იოგას, რაღაცებს მოკლედ მინიმუმ შევეხე და რაღაცები მოვისმინე. შეიძლება მე არ ვაკეთებდი მაშინ ეს რაღაცებს, მაგრამ გაიგე რა ხდებოდა ხო რა და მოკლედ ამ ყველაფერში მომიგროვდა რა ბევრი ინფორმაცია და მთელი ცხოვრება რა ვიცი დღემდე მსგავსი თემები ყოველთვის მაინტერესებდა რა. რამდენი წლის ხო? ეხლა 31-ის, ეხლა გავხდები მალე 12-ის. ხო და მე ეხლა ამ ყველაფერში მოხდა ესე რომ გავიზარდე და წავედი თინეიჯერი გავხდი, ანუ იმ 13 წლის ბავშვის მერე ესე ვთქვათ და კი იცით ეხლა თინეიჯერობა როგორი პერიოდია, რაღაცა გოგო მოგეწონება, იქ ცოტა რაღაცა გაბლატავება კიდე როგორც ჟარგონულად ვამბობთ ხოლმე და ნუ მოკლედ ასეთი რაღაცები გაგულავება ან რაღაც ესეთი ფორმები და ჩამეძინა ამ სცენებში, ამ მატრიცაში და ესე მოხდა ჩემს შემთხვევაში რა და მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა სულ მაინც მაინტერესებდა ეს ყველაფერი. თუ კი სადმე გაკვირით მაინც თვალი, ყური, რაღაცა ამ ყველაფერს მოხდებოდა და უეჭველი რჩებოდა, რადგან აინტერესებდა რა. ხო, ნებისმიერ ფორმით უნდა ხო სუმაკეთ ვილთვით არა, მაგის დაგემოვნებას შვებით ნებისმიერი ფორმით, სასმლით თუ ქალით თუ კაცით. მაგრამ ვაგემოვნებთ რო? ხო, ნუ დემო ვერსიებს ხედავთ მეთქი ვამბობ წამიერს რა. კი, შეიძლება ხო. ხო, მაგრამ ტოლვა ისე ხო, ტოლვა ხო, მაინც ეგ არის რა, აი. კი. სიმშვიდისკენ და შენი ბუნებისკენ ტოლვა ეგ მოგწონს და მანდ გაჩერება გინდა. კი, სრულყოფა გვინდა რა, ყველას როგორც ყვავილი მზისკენ მიიწევს რომ აყვავდეს, ეგეთი მომენტია ჩვენთანაც რა. ხო და კი, ნამდვილად მაგას ვეძებთ. მაგრამ სად ვეძებთ? გარეთ ვეძებთ და
ხო, ეგ საკითხავია. და აი ეს მინდა რომ შემოგთავაზოთ ახლა რომ ცოცხლად ვიძიოთ ახლა ამ წამს და ცოცხლად ვეძიათ, ხო. საინტერესო. მე შემიძლია რომ ახლა ეს მიმართულება მივცეთ ამ ყველაფერს. თუმცა ახლა იმ ისტორიას უცებ დავამთავრებ და მოკლედ ანუ ეგრე მოხდა რომ მოკლედ ამ რაღაცებით ვინტერესდებოდი ეს ყველაფერი იქით-აქეთ და თან ამ ყველაფერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ის რომ აი ამ ყველაფრის ფონზე ბავშვობიდან მოყოლებული ესე დავარქმევ ახლა რომ მქონდა რაღაცა შინაგანი სიმშვიდის წერტილი რომელიც არ მეკარგებოდა მეწყინებოდა გავბრაზდებოდი რაღაცები აიროვდა ცხოვრებაში მაინც იყო რაღაცა წერტილი რჩებოდა რომელიც შვიდად იყო თავისთვის ესე ვთქვათ რა ახლა ამას წერტილს ვეძახიან რაღაც ესეთი მაგრამ ეს არანაირი წერტილი არ არის უბრალოდ ანალოგიის დონეზე ვიყენებ და როდესაც რაღაცა მეწყინებოდა რაღაცა შემემთხვეოდა რაღაცა აი თითქოს რაღაცა შევდაწყენოდა რაღაცა ვერ იყო კარგად მაგრამ რაღაცა მაინც შეუხებელი რჩებოდა რა თავისით იყო ეგრეთ თავისთვის იყო არაფერს შევებოდა საერთოდ რა და მე უკრაინაში წავედი 18 წლის რო გავხდი სასწავლებლად რაღაცა თინეიჯერობას აყოლილი და ამ ინერციით ესე ვთქვათ იქ საერთოდ ავიშვიდა ბოლომდე გადავეშვი ესე ვთქვათ ამ გართობა რაღაც ესეთ ტიპის ცხოვრებაში და ხა პროფესიით რეჟისორი ვარ რეჟისურაზე ვსწავლობდი იქ და ამ სფეროში მოგეხსენებათ და არა მარტო ამ სფეროში ადამიანები მოიხმარენ რაღაც ალკოჰოლს, ნარკოტიკებს. ეს გონგსას მაგიტო შეხედე რაღაცნაირ თვალით უსვათ ხო? ასაგეუნია. ხო და ამ ყველაფერში მე მოკლედ ფონად მქონდა რაღაცა ესეთი სიმშვიდის წერტილი ესე ვიტყოდი რა და მე რა იქ იმდენად ჩავერთე ამ ყველაფერში და ისე მიმიწეპა რომ დავკარგე საკუთარი თავი ძალიან დავკარგე მაგრამ რაღაცა კონკრეტული შემემთხვა რაღაც ურთიერთობაში ვიყავი ეს ურთიერთობა ამერია მე ღამეებს ვათენებდი რაღაც ნარკოტიკები რაღაცა სხვადასხვა რაღაცების მოხმარება გართობა რაღაცა ესეთი არასტანდარტული არარეჟიმული რაღაცა არ გათვალისწინება საკუთარი შეგრძნებების ხეულის და ასე შემდეგ და ნუ აი აქ მივიღე ბევრი ზიანი რასაც დავთესე ის მოვიმკი და ეს იყო რომ ზუსტად საბოლოო ჯამში ჩემი სხეული გახდა ძალიან პრობლემური იმ გაგებით რომ ტკივილები მქონდა კუჭნაწლავის წყულები და ეს რაღაცები თუ გაგიგიათ როგორი ტკივილები აქვს ხო გააფუჭა ტანით ხო რა ეგრე მოხდა და ამ უზომოდ რაღაცების კეთებამ დააზიანა რა და როდესაც ეს ყველაფერი შემემთხვა და ეს რაღაც ურთიერთობის პრობლემაც დაემთხვა ამ ყველაფერს აი აქ რაღაცა გასკდა აი ეგეთი განცდა მქონდა რა და ეს რო გასკდა აი ბოლომდე დავიკარგე დეპრესიაში რა ანუ რაღაცა ამ ნეგატიურ ფიქრებში გავლენებში და ესეც სცენებში რა და აი ამ პროცესში ისიც კი ვერ შევნიშნე რომ ეს სიმშვიდის წერტილი გაქრა რა როდესაც გაქრა ისეც უკიდურეს რაღაც ფორმაში ჩავარდი ესე ვთქვათ სადაც ძალიან დავიტანჯე რა და იმ დატანჯვაში ყველაზე მეტად რაც მშველოდა იყო ის რომ აი ეს თემებით ისე ვინტერესდებოდ სადღაც ამას რო ვისმენდი რამე აი უბრალოდ მოსმენაც კი უბრალოდ საუბარიც კი რაღაცა სიმშვიდეს ან რაღაცა და კონტრასტს აჩენდა თუმცა ამ ყველაფერს ესე კარგად ვერ ვიაზრებდი მაშინ ხა როგორც შემიძლია ამ ყველაფრის საუბარი უბრალოდ ხდებოდა ავტომატურად რაღაცები და მოკლედ ასეთ დეპრესიულ და მძიმე მდგომარეობაში მაქვს ეს წყულები მაქვს 2 წელი ასეთ ტკივილებში გავატარე უდიდეს დეპრესიაში ადამიანი რომ ელაპარაკებოდა არ შემეძლო აზრი ისე მომესმინა რომ რაღაცა ჩემი ნეგატიური აზრები არ ჩაყვეხებულიყო ეს ნუ თვიცი დეპრესია რა ფორმა ესეთი რამეა რა და მოკლედ აი ამ დროს ჩემ ძმაკაცთან ერთად, მეგობართან ერთად, მანქანით მივდივართ, კიევში ვართ. სადღაც გააჩერა რა, რომ აქ გადავალო ცოტა ხანი, რაღაც საქმე მაქვს და მოვალ უკან და წავიდეთო მერე. კი ბატონო მეთქი რა, მაგრამ საკუთარ თავთან მარტო ვერ ვრჩები. თან ზამთარია, მაგრად ცივა და აუქნა არ ვიცი რა, მარტო აი არ შემიძლია საკუთარ სხეულში ვერ ვჩერდები, ესე ვთქვათ რა. და ნუ აი ესეთ ტკივილებში წარმოიდგინეთ ახლა კუჭნაწლავში მინიმუმ შებერილობა ხო ყველას უგზნია თუნდაც მაყურებლებს რაღაც ხო აი შებერილობა რო გაქვს 24 საათი წარმოიდგინეთ წყლული არის ეგეთი რაღაცა რო ჭრილობა გაქვს კუჭნაწლავში რომელიც დახურულ სივრცეშია ხო ანუ ვერც ხორცდება რა და აქ რაც არ უნდა შეგეხოს ყველაფერი ძალიან ტკივა წყალს დალევ რაღაცა შეჭამ რაღაცა ყველაფერზე ის გაქვს რა რეაგირება და აი ეს ყველაფერი იწვევს გონებაში კიდე რა თქმა უნდა ქაოსი, იმიტომ რომ ერთი მთელი მექანიზმია, ხო.
რეალურად ეს ყველაფერი აქედან იყო გამოწვეული და მე ხო, უბრუნდებოდა რა, ხო და. აი ესეთ მდგომარეობაში ვარ, უდიდეს რაღაცა წოდიაჩი, ესე ვთქვათ, როცა არ ვიცი რა ვქნა, ჩემი ძმაკაცი გადავიდა მანქანიდან, ვზივარ და ხაი არ ვიცი საკუთარ თავთან როგორ გავჩერდე. ერთი სული მაქვს სახში როდის მივალ, რომ აი ოღონდ გავითიშო რაღაცის თავი დავახციო ამ ყველაფერს რა. გარეთაც ვერ გადავდივარ, რომ გადადმე გავიარო, რამეზე ყურადღება გადავიტანო, ისე ციოდა უბრალოდ ხა ზამთარში კიევში დაანციო და ვზივარ მანქანაში ავაკეთო და აი ამ დროს გამახსენდა ის რაღაცა მეთოდები, წიგნები, რაღაც ინფორმაციები, რა მომისმენია, რა მიკითხია და რაღაცა აი ვერ ვიტყვი ხარ რომ რამე მედიტაციო ტვინის ჰინტი. ხო, ანუ ვერ ვიტყვი რომ რამე მედიტაციას ვაკეთებდი ასე რაღაც კონკრეტულ პრაქტიკას, მაგრამ ეგრე მოხდა რომ გავაკეთე რაღაცა რა. თუ უცებ რომ ტრანსცენდირდი, ანუ რომ მოხდა ტრანსცენდირების განმარტება არის ესეთი რომ უბრუნდები საკუთარ თავს ყველანაირ საზღვარს იხსნი რა. და ეს ყველანაირი საზღვარი რო იხსნება და საკუთარი თავი რჩება, დარჩა სუფთაფურცელი ის ნეტარება, ის სიმშვიდე, რაც მე ისედაც მაქვს, რომელიც ამ ფონად რაც იქვე მოვიყევი, ხო, ეს წერტილი მუდმივად იყო. და ბავშვობაში ეს ჯერ არ გამხსენებია ეს ბავშვობის მოგონება. მე მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ჩემი მეგობარი, მე და ეგ რაღაც იოგაზე ერთად ვდიოდით მედიტაციებს, რაღაცებს ამ თემებში ერთად მოძრაობდით ხოლმე და მოკლედ ამ ყველაფერს ერთად ვაკეთებდით და მე რაღაც დრო რო გავიდა არ მინახავს რა ეს ადამიანი კარგახანი და სადღაც რაღაცა ვიდეო ჩაწერა თუ მოკლედ რაღაცა ვიდეო ნახე რა სადაც ამაზე საუბრობდა რომ ისწავლა ტრანსცენდენტული მედიტაცია და ეს მეთოდი მასზე ძალიან ეფექტურად და კარგად მუშაობს და ძალიან კარგი რამე გამოდგა რა და მჯეროდა ეხლა ვიცნობ ამ ადამიანს ვენდობი რაღაცა და რეზონირება გამიჩნდა და აქამდე ეხლა იმ ჩემი გამოცდილების შემდეგ უამრავი პრაქტიკა ვცადე, რავი, ვიცოდი რომ მედიტაციაში უნდა მეძებნა ის, რაც მე იმ მომენტში მომივიდა რა. და მივხვდი რომ რა სადღაც ეს უნდა ვიპოვო და ეხლა მოგეხსენებათ მედიტაციის ბევრი სახელწოდება არსებობს და ბევრი ფორმა და ბევრი კულტურა და ასე შემდეგ და ამ პროცესში ძალიან ბევრ მედიტაციურ ფორმას და მსგავს თემას შევეხე. მაგრამ ასეთ გამოცდილებას არაფერი მიბრუნებდა რა, რაღაც დონეზე იყო სიღრმე, რაღაც სიმშვიდე, რაღაცა, მაგრამ რო ვთქვა რომ აი ის გამოცდილება ესეთი ზაფრი ან ესეთი თვალსაჩინო ნუ არ ყოფილა რა. იმ ბავშვობის? არა, იმ მომენტის მანქანაში რომ ის შემთხვევით მოხდა რა. ხო, ოკეი. ხო და ეძებდი მაგას მაგ პროცესში? ახლა როგორი მომენტია, მე ხო ცუდად ვარ აქ დროს რა და აქ შემთხვევით რომ ეს მომივიდა, თვალები რო გავახილე, ჩემი მაგაც რომ მანქანაში დაბრუნდა უცებ გავაცნობიერე რომ ჩემი გონება რადიკალურად შეცვლილია და ძალიან მშვიდია და ჩემი სხეული თითქმის ტკივილს აღარ განიცდის და ამან მიმახვედრა რომ ეს არის ჩემი გადარჩენის გზა, მივხვდი, იმიტომ რომ მე ვარ მდგომარეობაში, სადაც უნდა გადავრჩი, ანუ უკვე ეს ტკივილს ეჭიდავები, მივხვდი და რადგან ესე ვარ სხვა გამოსავალი არ არის, რაღაცამ უნდა მიშველოს, მივხვდი და ცადე ექიმები, ცადე ეს, მაგრამ ნუ ეს ყველაფერი ეფექტურად არ მუშაობს, იმიტომ რომ პრობლემა აქ იყო და არა რაღაცა წამალი დალია და გაგიყუჩდა და ასე შემდეგ რა. ხო და როდესაც ეს მოხდა, მან გავაცნობიერე ის რომ რაღაცა მსგავს მეთოდს უნდა მიმეგნო, იმიტომ რომ მივხვდი რა იყო ეს, მაგრამ როგორ გავიმეორო იგივე ვერ მივხვდი, მივხვდი? აქედან გამომდინარე, ნუ დავიწყე ძიება და შევეხე 1000-ნაირ მედიტაციურ ფორმას თუ ასე შემდეგ და ნუ იყო რაღაც გამოცდილებები, იყო რაღაც კონტრასტები, მაგრამ რო ვთქვა რომ აი ესეთი თვალსაჩინო არ ყოფილა რა. და ყველაფერზეც ვისაუბრებ. ხო, აი ეგ არის საინტერესო რა. აი მაგალითად მე როცა წინა გამოცდილებას ვეძებ რაღაც პრაქტიკაში რა, არაცნობიერად ხო, მაშინ ყოველთვის არ დგება ეგ შედეგი თუ რაღაც ხო და აი მაგრამ მაგას არ გულისხმობ. ნახე გამოცდილებას კი არ ვეძებ. ან რამეს კი არ ვადრი. აი რაღაცა რომ იპოვე, რაც სულთან გქონდა. და ისევ აქ არის. მაგრამ როგორ უნდა მიხვიდე მან? ის კი არა რომ რამე კონკრეტული გამიმეორდეს, რამე, იმიტომ რომ გამოცდილება რა არის? გამოცდილება არის რაღაცა რაც მოვიდა და უცებად წავა, მაგრამ რაც ყოველთვის აქ იყო. და ახლაც აქ არის და არც არასდროს არ წავა. ის როგორ შეიძლება მოვიდეს და წავიდეს, ხო? მოდის რაღაც იდეები, მოდის განწყობები, მოდის რაღაც მდგომარეობები, მაგრამ ეს თვითონ ვიცანი, მიხვდი ეს რა იყო? საკუთარი თავი ვიცანია, ესე ვიტყვი რა და ეს რომ ვიცანი, ეს ვერ გავიმეორე. ანუ იყო მე რაღაც გამოცდილებები, როგორც ჩემ თქვი, კი, სხვადასხვანაირი, მაგრამ ის რაც ვიცანი, ის იქ ვერ ვიცანი, მიხვდი? აი ამის თქმა მინდა რა.
და მე მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ამ ჩემმა მეგობარმა რაღაც ვიდეოში რომ ისაუბრა, რომ მოვისმინე, ახსენა იქ ესეთი ადამიანი, საშა იყო, უკრაინელი კაცი ჩვენი მასწავლებელი საქართველოში, პირველი ტრანსცენტრული მედიტაციის მასწავლებელი და საშაზე ეგრევე რაღაცები თქვა იქვე ვიდეოში და ეს წინ ხდება. არ მახსოვს იმათ ეგეთ. ნუ ბევრი წელი გავიდა რა. ხო და მოკლედ აი ამ დროს საშაზე რომ მოვისმინე, ეგრევე ისეთი მოწყვლადი ვიყავი ამ მომენტში და ისე მაინტერესებდა და საჭირო იყო ჩემთვის ეს გამოცდილებაც, რომ მეთქი ესეც უნდა ვცადო რა. და რომ მოვისმინე საშაზე, ეგრევე Facebook-ზე სადღაც ვიპოვე, მივწერე რაღაცა, დამიბარა და ნუ როგორც ახლა ტრანსცენტრული მედიტაციის სფეროში ხდება, ჯერ გაცნობით შეხვედრა ტარდება, რომ უბრალოდ ადამიანს ინფორმაცია გააცნო რა როგორანაირად და ნუ მოკლედ დამიბარა, მივედი და მომიყვა ეს ყველაფერი და ინფორმაციულად რაც ლაპარაკობდა, უკვე ჩემთვის ყველაფერი ძალიან რეზონირებდა, იმიტომ რომ იქამდე რაც ვიკითხე, რაც გავიარე, რაც მოვისმინე, უკვე აი დაღეჭილი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი ხდებოდა, ხო? ტვინში იყო იდეები, მაგრამ გამოცდილებით არაფერი ხდებოდა რა და როდესაც მივედი ტრანსცენტრული მედიტაციის სასწავლებლად და ვისწავლე ეს მედიტაცია, პირველივე დღეს, პირველივე მედიტაციაზე მოვიდა, უბრალოდ წავიდა ყველაფერი ზედმეტი და დარჩა ისიც რაც იყო და აი აქ ვიცანი ისევ საკუთარი თავი მივხვდი და აი აქ ზუსტად მაშინ როცა პირველი ტრანსცენტრული მედიტაციის პრაქტიკა გავაკეთე, მაშინ გამახსენდა ის ბავშვობის მოგონება ამოვაგდო რა. და მანდ გავაცნობია, რომ ბავშვობაში ეს იყო ანალოგიურად იგივე საკუთარი თავის განცდა, უბრალოდ იყო ძალიან ძაფრი და უფრო რაღაცა ყველაფერს მოიცავდა, ესე ვთქვათ რა და იმ ბავშვობაში ნერვული სისტემა იყო თავისუფალი, ლაღი, შვიდი, რაღაც ესეთი და ამიტომ ხდებოდა ასეთი რაღაცა. და ვფიქრობ, რომ ყველა ბავშვს აქვს გავსი რამ და არა მარტო ბავშვს, უბრალოდ ცნობა უნდა ამას რა. იმ მომენტში თითქოს ესე ვერ არქმევს ახალს და ეგვია ჩვეულებრივი მდგომარეობა. მე აი ზუსტად თინეიჯერობაში იკარგებია მდგომარეობა და მე აი მზრდასრულობაში თუ მოხერხდა, აი მე მქონდა ზუსტად იგივე გამოცდილება რაღაცნაირად, რომ ეს პირდაპირ ბავშვობაში დაბრუნების განცდა იყო რა, რომ აი ეს ეგ იყო რა, მთელი თავის მოგონებებით და მდგომარეობის და განცდებით და სილაღით და სითავისუფლით, ხო, ძალიან ცნობია რასაც ამბობ. ახეთ ეს რაღაცას ვიტყვი და მე ვფიქრობ, ამაში დარწმუნებული ვარ და მე თვითონ ვიკვლევ იმისთვის, რომ ჩემში ამაში დავწმუნდე პირველ რიგში, თუ ვინმეს ამას ვიტყვი, ხო პირველ რიგში მე უნდა ვიყო ამაში რაღაცა გზა მქონდეს გავლილი და რაღაცა მესმოდეს. აქ შემიძლია მე რომ საპასუხისმგებლად თქვა რაღაცა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბანალური რამეს ვიტყვი ახლა. და რასაც ნებისმიერი ადამიანი 2 წლის ბავშვიც რომ დაფიქრდეს, დაინახავს და რომ დააკვირდეს, აუცილებლად აღმოაჩენს ამას რა. და მე ვიტყვი ეს რამეს. აქამდეც ახლა ერთ-ერთჯერ ვახსენეთ უკვე, რომ მე ვარ ისე და ცოცხალი, თქვენც ისე და ცოცხლები ხართ და ჩვენ ვარსებობთ რა, ანუ ჩვენ ყოფიერება ვართ რა, ანუ პირველ რიგში რომ მე ვინმე ვარ, პირველ რიგში ვარ რა. ჯერ ხარ. და ის რომ ვარ, ვინ არის? მე ხო სახელი დამარქვეს. სხეული მივიღე. მოდი ხა ამ სხეულზეც კარგად რომ ყველამ გაგვიგოს, აქაც პატარა რაღაცას ვიტყვი, რომ ჩემში ახლა ამ სხეულში არის რაღაცა, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ახლა რამე ვილაპარაკო. რამე მოძრაობა გავაკეთო, საერთოდ რამე ვქნა, ან რამე აღვიქვა. და ეს რაღაცა შეიძლება ითქვას, რომ არის ახლა სხვადასხვა მისტიური თუ სულიერი თუ ისეთი სიტყვებით სული, ან რაღაცა ესეთი, მაგრამ არ მინდა რომ აი მართულებით წავიდე. ძალიან მარტივად და ბანალურად, აი 2 წლის ბავშვიც რო გაიგებს. რომ ფაქტია ახლა რომ ჩემში არის რაღაცა. და აქედან რაღაცა რო გაქრება, ეს სხეული აღარაფრად აღარ ვარგა რა. და ეს რაღაცა შანსი არ არის, რომ მე ვიპოვო ფიზიკურად. ანუ მე რო ეს სხეული გავჭრა, იქ შიგნით ვერაფერს ორგანოების გარდა ვერ აღმოვაჩენ. ვერ პოულობ იმ რაღაცა მართვის პულტს, საიდან ეს ყველაფერი ხდება რა. დავკონკრეტიდეთ. კი ბატონო, აუცილებლად. გამოცდილება ყოფნის მაგაზე არის ლაპარაკი, ხო? მე რო ვარ ყოფნის გამოცდილებაზე ვსაუბრობთ ახლა. კი, მაგრამ ვერ ვიპოვით მაგას ვერსად ტანში შეგ. კი ბატონო. ინაც ტანში. დადებულს. ინაც ფიქრში. ვერს ტვინში. კი ბატონო. აბა სად არის? არის. კი ბატონო. ხო, კარგი. ეხლა მოდი ესე მივუბრუნდეთ, რომ თუ ფიზიკურად ვერ პოულობ,
თუ ფიქრით ვერ პოულობ. როგორ შეიძლება ვიპოვო ის? როგორ შეიძლება ვიპოვოთ მე ხეს რაღაცა შემოგთავაზე. საპოვნელია? ანუ არ ვიცი ხო ცოტა. წეგან არ ვთქვით რომ ყველა ამას ვეძებთ? ხო და იქ თვითონ ძიება არის ილუზორული მდგომარეობა უკვე რა. და ჩვენ უკვე ანუ არ ყოფნა არ არის რა, ერთადერთი არის ყოფნა. მაგის იქეთ ვერ გავდივართ ყოფნის. არ არსებობს არ ყოფნის გამოცდილება. ოკეი. და ესეთი ქრონოლოგია დავსახოთ რა, რაღაცა ცოტა რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ეხლა მე მაქვს ეს რაღაცა, რაზეც ახლა ვილაპარაკეთ, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევთ პირობითად, ესე შევთანხმდეთ, რომელიც არის უფორმო რაღაცა და მას აქვს სხეული. იმიტომ რომ ან შეიძლება პირიქით, მაგრამ არა აქ ახლა ამ თანმიმდევრობას მნიშვნელობა ვთქვათ, მას აქვს სხეული, როგორც მე ახლა ამ სხეულს აქვს ტანსაცმელი, ასე მოგვიხსენებია ბევრჯერ ბევრს გაუგედარწმუნებული ესეთი ახსნა განმარტება. და ეხლა ამ სხეულს აქვს 5 ორგანო. რითაც მე შემიძლია რომ სამყარო აღვიქვა. და ეს 5 ორგანო, ხა რა ვიცი, ყური, თვალი, ხო, ყველასთვის გასაგები. ეხლა წარმოვიდგინოთ რომ ამ 5 ორგანოდან მე ერთი არ მაქვს, მაგალითად უსინათლო ვარ და თვალებში ვერ ვიყურებ. ესე იგი მე იმ 4-ით ფუნქციონირებ, ანუ სამყაროს გრძნობ და აღვიქვამ იმ 4-ით. მაგრამ ამ ფიზიკური სხეულის და ჩემს იმ რაღაცას შორის არის კიდე გონება. მოდი აი ესე დავალაგოთ, ხო, რომ არის ხარ შენ, როგორც ყოფა. არის გონება, როგორც ინსტრუმენტი, რომ გაარჩიო რაღაცა რაღაცისგან და ამ ყველაფერს აღიქვამს სხეული, რასაც მე გონება არჩევს. მაგალითად, მე რომ ეხლა ჭიქა ავიღე ხელში, სხეულმა კი აიღო, მაგრამ გონება ფილტრავს, რომ ეს ჭიქაა და არა ვაშლი მაგალითად, ხო? ამიტომ გონება იძლევა ამის ნუერს, რომ რაღაცისგან გავმიჯნო. ეხლა რა ხდება? რომ ეს ყველა ინფორმაცია მიდის იქ, სადაც ხარ შენ, აი ამ ყოფასთან. ხო? ეხლა მოდი ესე დაუკვირდეთ, რომ ჩვენ ვართ ის, ვინც იყურება, მაგრამ არა თვალით, ანუ თვალითაც რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა ყურებაში არ გულისხმობ მაინც მზერას, არ გულისხმობ ყურით სმენას და ასე შემდეგ. ხო, ანუ რაღაცა გაცნობიერების ხედვის აღქმის პროცესი ხდება. სადაც ყველა ეს ინფორმაცია, რასაც 5 სენსით მივიღებთ, ჩანს. კი ბატონო, სადაც ჩანს. ხო, აი ესე ათი ანალოგია შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენ ზიხარ ახლა აქ, წინ გიდგას ტელევიზორი და ამ ტელევიზორში მიდის სცენები და ეს სცენები არის გონებაში მიმდინარე ფიქრები და მოვლენები, მაგრამ მაყურებელი დისტანცირებულად, ცალკე აბსოლუტურად იზოლირებულად ზის ტელევიზორისგან, რა. ანალოგიურად ასეთი რამ ხდება რეალურად ჩვენ შინაგან სამყაროში. ეხლა რისი თქმა მინდა რომ ნახეთ, ეხლა ჩვენ რომ საუბრობთ, ჩვენ შეიძლება ვერ გგზნობთ საკუთარ ხელის გულებს. არა და ხელის გულები რაღაცებს ეხება, ან შეიძლება მუდმივად თან გვაქვს, მაგრამ ვერ გგზნობთ, იმიტომ ვერ გგზნობთ რომ ყურადღება იქ არ არის. ახლა რომ ვახსენეთ, რა ვიცი, აი მაყურებელს თუ ამას გააკეთებს, უბრალოდ ყურადღებას მიმართავ ხელის გულებს და შენ იწყებ ხელის გულების განცდას. ეხლა უყურეთ რომ თუ მე ხელის გულებს განვიცდი. როდესაც ხელის გულებს განვიცდი, აღარ მახსოვს არ ჩემი მეგობარი არის, დედა ჩემი არის, სამსახური არის, არაფერი. აქა ვარ. და სადაც არის ჩემი ყურადღება, იქ არის ჩემი ენერგია და იმის განცდა ხდება. ეხლა ანალოგიურად, როცა ხელებს განვიცდი, თითქოს მხრები არ მაქვს, იმიტომ რომ იქ არ არის ყურადღება და თითქოს არ იგრძნობოდა, მაგრამ ეხლა უცებ ხრებით რო ვიგზენი, დამიბრუნდა, ესეც მაქვს თითქოს, ხო? ესე იგი, რაზე ვსაუბრობ, რომ ყურადღება სადაც მოგზაურობს, ჩვენ ვიწყებთ იმის განცდას. ეხლა დაუკვირდეთ, დავიბადეთ. აი ეს ყოფა არსებობს რა. დავიბადეთ და გონებაში გაჩნდა აზრი, რომ მე ვარ აგერ მითხრეს, რომ შენ დავითი გქვია და всё, მე დავითი ვარ. ესე იგი, ეს ყურადღება წავიდა რაღაცა აზროფორმა იდეა დავითში და всё, გაიგივდა, რომ მე დავითი ვარ. გიორგის თუ დამიძახებს ვიღაცა, შეიძლება იქ ბავშვობაში ეს მწყენოდა პირობითად, ხო? იმიტომ რომ გაიგივება იყო რაღაც ერთ ფორმასთან და მეორე ფორმას უარყოფდი. ანალოგიურად, ხა რომ დაუკვირდეთ, ჩვენი ყურადღება მოგზაურობს სხვადასხვა საკითხებში. მთელი აი დილა გათენდა, ადამიანი იღვიძებს, ესე იგი გონება ჩაირთო და ეგრევე იწყება მისი ყურადღების სხვადასხვა რაღაცეებში მიმართვა. ხო, ეგრევე ხა უნდა წავიდე, ჩავიცვა რაღაც მოწესრიგდე, აუ სამსახურში მაგვიანდება, ან რა ვიცი, ესეთი ფორმულირება. და მუდმივად ჩვენ ვიკარგებით იმ რაღაცა სცენებში, სადაც ჩვენი ყურადღება, ესე ვთქვათ, მოგზაურობს, ხო?
ეხლა რა ხდება, რომ აი ამ მოგზაურობებში, როგორც ჩვენი ყურადღება ფიქრებში მოგზაურობს, ისე ფიზიკურ შეგრძნებებში მოგზაურობს. შეიძლება საერთოდ სხეულს გავწდე და იქ კედელს რაღაცას დავაკვირდე თვალით. ხო, პირობითად რაღაცა ობიექტს ვაკვირდები, აი მაგალითად, როგორც წეგან ვთქვი, ტელევიზორს უყურებ, ფილმს უყურებ და იმას განიცდი, რაც იქ ხდება რა. იმიტომ შეგიძლია მის განცდა, რომ შენი ყურადღება იქ არის. მაგრამ ეხლა ასეთ რაღაცას გთავაზობთ, რომ მოდით ერთი წამით ეს ყურადღება ყველანაირი ცალკეული ობიექტიდან, ყველა იმ მიმართულებიდან, სადაც კი მე სხეულში რამეზე შეიძლება ყურადღება მივმართო, ან ნებისმიერ ფიქში, სადაც შეიძლება მე ყურადღება მივმართო, ყველაფერი გარეთ დავტოვო, მოდი, ახლა ერთი წამით. უბრალოდ ერთი წამით არსად აღარ შევიდე რა ჩემი ყურადღებით. აი როგორც ახლა უმარტივესი, აი მე მივმართა ყურადღება აქ და ავიღე ჭიქა. მაგრამ უბრალოდ აღარ შევალ აქ. მე აქვე მაქვს არჩევანი შევალ ამ ჭიქაში თუ რავი აგერ აი აქ კედელში. საწავად ჩემი ყურადღება აქვე, აი ხო აი ძალიან მარტივი რამე ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ ახლა ეს ყურადღება უნდა მივმართოთ საკუთარ თავში. ეს საკუთარი თავი არ არის ლოკაცია. როგორც ჭიქა. ობიექტი არა. ხო, ობიექტი არ არის ზუსტად, ხო? ანუ ლოკაციურად, ფიზიკურად მე მას ვერ ვიპოვი. როგორც უკვე წეგან თქვით, მაგას სხეულში ესე ვერ პოულობ, ესე იგი ამ მიმართულებით სვლა არის შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, როდესაც ცოცხლად მე ჩემი შინაგანი დაკვირვებით ვაკვირდები საკუთარ თავს. მაგრამ არა გაიგივებას იდეებს რაღაცა რომ გონია ჩემი თავი, მაგალითად ეს სხეული, მაგალითად ეს ფიქრები, მაგალითად ეს იდეები, რომ მე ხა მედიტაციის მასწავლებელი ვარ, ქართველი ვარ, ცეკვა ვიცი, ის ვიცი თუ ეს ვიცი. ეს ყველაფერი არის რაღაცა იდეები, რაც მე უბრალოდ ინსტრუმენტებია რა ცხოვრებას ჩემთვის, მაგრამ ეს ყველაფერი მე არ ვარ. და რა ვარ ახლა მე თუ იქ ყურადღებას არ მივმართავ, მაშინ მე მის განცდას ვერ დავიწყებ. შანსი არა უბრალოდ რა. და როდესაც ყურადღება მიდის მანდ და თუ მანდ ახლა ყურადღება მივა, ესე ძალიან ბანალურად ხსნი, ხო, აი ყველამ რო გაიგოს. ყველა განიცდის იმას, რაც ისედაც არის. და ეგრევე გაჩუმდება და როდესაც ეს მოხდება, თუ ისი გონება იქამდე მაგალითად შფოთავ და რაღაც აღელვებული იყო, შფოთვაში იყო, შენიშნავს რომ დამშვიდდება. შენიშნავს რომ წესრიგში რაღაცა ბალაგ, რაღაცა აღარ ხარ დაჭიმული, რაღაცა აღარ ებრძვი, არც იქით ეკაჩები, არც აქეთ ეკაჩები რა. ანუ აი მაგალითად ქრისტეს სიტყვები არის ესეთი ძალიან ლამაზი სიტყვები, რომ დაეიყოს ნება შენი რა და რას ნიშნავს რომ ეხლა ამ სამყაროში რა არის ესეთი სასწაული რაღაცა, რომ აი ჩემს სხეულში აი ხომ გონია რომ ჩემი სხეულია, მე მართავ, მე უნდა ვჭამო, მე უნდა ის ვქნა, მაგრამ აი ხლა რაღაც სასწაული ხდება რა. აი ახლა აგერ ზუსტად 100-ზე არა ვარ ჩვენ სხეულში რა ხდება? 1000 ნივთიერებათა ცვლა მიდის. გული ფეთქავს. რავი, რაღაც სასწაულები ხდება რა. და ამ ყველაფერს მე ხო არ ვაკეთებ რა. თავის თავად ხდება. პატარა რო ვიყავი, ეცაღა რო ლაპარაკობდი ბავშვი რო ვიყავი და დღეს ვაქამდე მოვედი, როგორ გავიდე და ჩემა გამზარდა, მამა ჩემა გამზარდა. კი, რაღაცეები ხა საჭმელი მაჭმელს წამოყვანს, მაგრამ თავისით რაღაცა სასწაულმა ბუნების ძალამ გამზარდა რა. ანალოგიურად გამზარდა თუ გაზარდა ყველა და ყველაფერი მსგავსად ამ სამყარომ რა. დედამიწა ბრუნავს, ზე ამოდის, ჩადის, თუ ეხლა შეიძლება სხვანაირადაც მოვიაზროთ, მაგრამ ხო სამყაროში რაღაც სასწაულები ხდება რა. და ეს ყველაფერი ხდება რაღაცა უდიდესი ძალის დამსახურებით. ამას ხან ღმერთს მივაკერებთ, ხან ცნობიერებას, ხან სამყაროს რაღაცას. არა აქვს ამას მნიშვნელობა რას ვიტყვით რა. ფაქტია, რომ რაღაცა სასწაული ხდება და ხა მე ჩემი იდეებით ვიფიქრებ, რომ ეს ესე უნდა ხდებოდეს თუ ისე უნდა ხდებოდეს. როდესაც და სამყაროს უფეხებზე კიდე ხა მე რას ვიფიქრებ, ის მაინც მაგას აკეთებს რა. სასწაულია. სასწაულია, მაგრამ სასწაულია. კი ბატონო, ვისთვის? კი ბატონო, ეგეც საინტერესო კითხვაა. და აქ რა ხდება, რომ აი ეს რაღაცა სასწაულები ხდება. და აქ სადღაც ადამიანებს იდეები აქვთ, რომ არა, ეხლა მარსზე უნდა გავფრინდეთ, ჩვენ მერე გადმოვფრინდეთ, მერე იქ დედამიწას რა ემუქრება, ის რა მოხდება, ეს რა მოხდება და მიდის 1000 ბრძოლა, ჭიდაობა, რომ ჩვენ არ ვენდობით ამ სამყაროს, რაშიც ვარსებობთ, რაც აბსოლუტურად ბუნების ძალით იმართება. და აი აქ ხდება ზუსტად ეს დანებება რა, როდესაც შენ აღარ ეჭიდავები რაღაცას არც იქით იღებ მოცემულობას ისე როგორიც არის. მაგაზე საინტერესო ის გქონდა აქ
ხუბი. მოდი, კი ბატონო, აი დათო იყო სამნიაშვილი რა, სამეცნიერო იმიდან და საინტერესო პერსპექტივები ქონდა რა. იდეაში ეგეც ადამიანის ბუნება და ადამიანს ვეწინააღმდეგებითო, მაგას თუ ვეწინააღმდეგებითო რა. ეგეთი ხარ. ადამიანი ესეც ზუსტად ეგ მოусვენრობა. რას ვეწინააღმდეგებ? ეს ზუსტად ეგ მოусვენრობა. და ეს ტოლვა და ჟინი რაღაც დაუკმაყოფილებლობა არის ზუსტად ის ადამიანი, რაც ადამიანს ქმნისო და ახლობით ესეთი აზრი ქონდა და საპირისპირო აზრი რა. ეს უფრო ევოლუციისკენ. ხო, ევოლუციისკენ და ეგ არის რა, ანუ ეგ არისო რა, მე პირიქითო რა, ეგ მე ლამაზი. მე ვეთანხმები მაგაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება. მაგრამ მაშინ პრობლემა სად არის? აი მანდ არის პარადოქსი ზუსტად, ნახე, მოდი ახლა მაგაზე მაინც ისეა როგორც არის რა. ხო, სწორედ ვერ იქნება. მოდი ახლა პარადოქსი სად არის? პარადოქსი არის იქ, რომ ზუსტად ესეთი რამ ხდება. სანამ მიხვდები მაგას, რომ ბრძოლა არ არის საჭირო, მანამდე ბრძოლობ. და იქ ბრძოლა იმისთვის იყო საჭირო, მიხვდები ვიყავი, რომ ბრძოლა არ ყოფილა თუმცა საჭირო. და ბრძოლაში რა გემართება? მოდი ახლა ზუსტად მაგის საპირისპირო სწორ აზრს რაღაცნაირად ესე მოკლედ რაღაცას გავაზიარებ რა, ნახეთ. თუ მე სადღაც ვიბრძოლებ, რომც გამარჯვებული გამოვიდე, იქიდან რა გამოვიდივარ? დაზიანებული. კი ბატონო, ესე იგი მე რაღაცას არ ვგზნობ თავს თავისუფლად, ვა რაღაცით დაზიანებული, რაღაცას ენერგია დავხარჯე მინიმუმ. შესაბამისად მე ვიტყოდი ესეთ რამეს, რომ როდესაც არც იქით ეკაჩები და არც აქეთ ხედავ იმას, რომ საერთოდ არაფერი არ იხარჯება. და თურმე ეს ენერგია საერთოდ ულევი ყოფილა. რომელიც მაგალითად შემიძლია აქვე ხა მაგალითად გითხრათ, ღრმაძილში ყოველღამე რომ შედიხართ, რაც არ უნდა დღეს დაიღალო, იმუშაო, რავი, დააშაო ადამიანმა, წახვალ და დაიძინებ და გამოიძინებ და რაღაც დონეზე ამ კონტრასტს მიიღებ, რომ აღიდგინე რესურსი. დღეს იზავ ამას 10 წლის მერე იზავ, 80 წლის ასაკში იზავ, თუ 3 წლის ის ბავშვი იზავ და აბსოლუტურად ყველა ერთ იგივე რესურსს წამოიღებ და იქიდან იმ გაგებით რომ იქ არის რაღაცა უსაზღვრო, საგანძური საბადო, რომელიც არ ილევა. და აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის არსებისთვის ეგრე არის. და რა არის ეს, რაც იქ არ ილევა? ყოფნა. ოკეი. ძალიან კარგი. ეხლა მოდი. ესეთი რაღაც გავაკეთოთ. აი უბრალოდ გთხოვთ ეხლა რომ თქვენი ზერა უბრალოდ მიმართეთ რამე ერთ ადგილზე, ისე რომ კი არ გაინტერესებთ რას უყურებთ, უბრალოდ გაშტერებული რო იყურები რა. მინდა რომ ყურადღებას დავაკვირდეთ და მინდა რომ ეხლა ჩვენი ყურადღება მივმართოთ ფეხის გულებში და მაყურებელმაც შეგვიძლია ჩვენ ეს გააკეთოს. და ყურადღება ფეხის გულებში რომ მივიდეს, ძალიან მარტივია, შეგიძლია უბრალოდ ფეხები ესე შეახო იატაკსთან რაღაცას და იგრძნო, რომ ფეხები გააქვს რა, ელემენტარული შეგრძნება, ხო? და რასაც გრძნობ, ეს იმის დამსახურება, რასაც ეხები, როგორიც არის ფეხი და ასე შემდეგ, ხო? და ახლა ფეხში თუ აყურადღება, ანალოგიურად შეგვიძლია ეს ყურადღება მივმართოთ ხელებში, ხელის გულებში. და მითხარით ახლა კი ან არა, როდესაც ყურადღება მივა ხელის გულებში. მივიდა ხელის გულებში ყურადღება. დიახ. ძალიან კარგი. კი ბატონო. კარგი. ფეხის გულებში მივართეთ ყურადღება. უბრალოდ ფეხის გულებს რო განჭირდება მე ფიქრი, რომ ფეხები ვიგრძნო. უბრალოდ ფეხებს გრძნობ. ხო გრძნობთ ფეხებს? კარგი, ხო რაღაცნაირი ეს ფეხების განცდა რა. ისეთი როგორიც არის ფეხები. ეხლა ყურადღება მივმართოთ გულმკერდის არეში. სადაც შენ გესიამოვნება, აი და მაინც რამე ლოკაციაც არ არის, უბრალოდ სადაც გრძნობ, რომ ეს შენთვის გულის არე. გრძნობთ ამას? კი. თვისობრივად სხვანაირი ხო არის? თუ არ არის? ვიდრე ხელები იყო ან ფეხები. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ესე იგი ხედავთ, რომ სადაც შედის ჩემი ყურადღება, რაც აღარ თქვით, ისეთია ჩემი განცდა და გამოცდილება. ეხლა დაუკვირდით, რომ ეს ყურადღება ხო მოგზაურობს, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ისიც, რომ ყურადღება ფეხებიდან ხელებში გადაინაცვლა, მერე გულმკერდში გადაინაცვლა.
და რა მოძრაობს თვითონ ამასაც ხო შეგვიძლია რომ შევხედოთ. მთელი მუღამი მდგომარეობს იმაში, რომ ფიქრებში არ დაიკარგო ისევ რა. ისევ სხეულში აი ელემენტარული, უმარტივესი, ყველაზე უბრალო რამეა. აქ ახარ. მაგრამ არ არსებობს თითქოს ზღვარი ფიქრში, როდის შედიხარ, აი თითქოს ვერ ამჩნევ ისე იპარები ამ გამოცდილებაში რა. თუ უნდა რომ ძალიან ყურადღების მიმქცევი არ იყოს შეიძლება ეს. ხო, შეიძლება, ეგ რაღაცა შეიძლება გააკეთოს მაგრამ მე მის თქმა მინდა რომ ეს ყურადღება თუ წავა იქ, სადაც ყოფიერება ხდება, მაშინ ეს ბრძოლა, ჭიდაობა, ან ეს ყველაფერი აღარ ხდება. და ჩემი ცხოვრება მაინც გრძელდება. როგორც თქვენი მეგობარი ამბობდა, ვიღაცა იჭიდავებს, ვიღაცა იბრძოლებს, ვიღაცა სანამ მის ყოფაში ასე ხდება ისიც მოცემულობაა. მაგრამ ვიღაცის ყოფაში რომ მოხდა ის რომ ბრძოლას თავი დაანება, ესეც მოცემულობაა. და მიხვდა და იმიტომ მიხვდა რომ იქამდე ბევრი იბრძოლა. დაანება თავი ამ ბრძოლას და მიენდო ვინმეს კი არა, უბრალოდ არის ესე როგორც არის. იმას რაც არის. იმას რაც არის და ახლა აქ ის თქმა მინდა რომ მაგ იდეის საპირისპირო შეიძლება იყოს ის, რომელსაც აღარ თქვი, რომ ეს დედამიწა ბრუნავს. ადამიანები იბადებიან, ცხოვრობენ, მთელი სასწაულები ხდება, ხო, როგორც აღარ თქვით და ეს სასწაულები ჩემ გარეშე ხდება. ჩემი იდეა მეს გარეშე ხდება. და ახლა დაუბრუნდეთ იმ იდეა მეს, ვინ მგონია მე ჩემი თავი. მე მგონია რომ ვარ ქართველი, მე მგონია რომ ვარ ავითი, მე მგონია რომ ვარ 31 წლის, რომელიც 32-ის ხდება. მე მგონია ისეთი, ესეთი და დღეს ესეთი მგონია და სხვანაირი მეგონება და რა არის ეს ვინმეს ახლა პირდაპირ გულახდილად რომ კითხოთ. შეგიძლიათ კონკრეტულად მითხრათ ვინ ხართ? ან ვინმე შეძლებს ამაზე პასუხის გაცემას? ესე იგი ეს ცვალებადი მე არ გააჩნია როგორი ეკითხები რა და რას ეკითხები ალბათ. ნუ გამოცდილებას თუ ეკითხები ვერ გაგცემს პასუხს. ხო. მე ვკითხულობ იმას რომ ჩვენ ხო ვამბობთ რომ მე ისეთი ვარ და ამ ეგოს ბრძოლაში ვარ და კი მივხვდი რომ გაიგე უბრალოდ ამ ბრძოლაში ვართ რა რომ აი იმიტომ არ ვთმობ თან ვიღაცას იმიტომ რაღაცა და იმას ის უნდა უქნა და იმას ის უნდა უთხრა და ასე შემდეგ და ეს რატომ ემართება იმიტომ რომ მე მგონია რომ ესეთი ვარ და ასე შემდეგ. ამას თუ რამე უპირისპირდება, ესეთ უნდა გავხდე. ნუ საბოლოოდ ხო გახდომა ყველაფერი როგორი მინდა რომ გავხდე. და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, სადღაც როგორი მინდა რომ გავხდე. უკვე ხარ. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, ეს უშუალო გამოცდილებიდან ამაზე ლაპარაკი. მაგრამ ხო, აი თვითონ ტექნიკა ტრანსცენდენტული მედიტაცია, ნუ ეხა კი გამოვცადეთ რა, მაგრამ როგორც ვიცი, აი არის კიდევ მანტრას იმედი. არა, ხო ეს ტრანსცენდენტული მედიტაციასთან არ არის კვეთაში, ხო, ეს მედიტაცია ზოგადად რა, ხო ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს არანაირი პრაქტიკა არ არის, უბრალოდ არა, როგორ არა, რაღაც, ნუ საბოლოოდ ყველა მედიტაციის ძირი ეს არის რა, არ ვიცი ხა როგორ თქვა, ყველა ერთმანეთს, ნუ ჩემთვის ყველა ერთმანეთს ძალიან გავს არ ვიცი რა, პროსტა რაღაც ინსტრუმენტებია განსხვავებული. მე შემიძლია განსხვავება დაგანახო. ზუსტად მაგაშია მედიტაციებში განსხვავება, რომ რეალურად ახლა ძალიან ბევრი რამეს ეძახიან მედიტაციას და რავი ახლა ყველა იოგა სტუდიაში თუ რა ვიცი სადღაც შეიძლება გაიგო რომ მედიტაციას აკეთებენ, მაგრამ ბევრი რაღაცას არ ქვია რეალურად მედიტაცია. ძირითადად ყურადღების ვარჯიშს ეძახიან ხოლმე. ხო, აი ცოტა რომ რაღაცა სიმშვიდესთან ასოცირდება მედიტაციას არ ქვია. ყურადღების ვარჯიში არ არის მედიტაცია? ხო მე შემიძლია კლასიკურად მოგიყვეთ მაგ ინფორმაციებზე თუ რა როგორ ანაირად და იქიდან გავმიჯნოთ ახლა ერთმანეთისგან რაღაცა. მაგალითად ტრანსცენდენტული მედიტაციის ეფექტურობა და განსხვავებულობა არის იმაში რომ არის ბუნებრივი. ბუნებრივი, იმიტომ რომ არის ბუნებრივ პროცესზე დაფუძნებული და არა გაკონტროლებაზე, ცდილობაზე, ძალისხმევაზე ან რაღაც მსგავსზე. აი წეღა რაზეც ვისაუბრე. გაკონტროლება არის გაკონტროლებაზე. გაკონტროლება რა ვიცი რა მის. რა ბუნებრივში რა იგულისხმება. ხო, ამას ახსნე ხა შევეცდები. და რომელი არა ბუნებრივი თქვა მაგალითად. კი ბატონო.
მოკლედ, მედიტაციური ბევრი ფორმა არსებობს, მაგრამ ნუ ახლა მაგალითად რო შევადაროთ, ესეთი ყველაზე კაფიო მაგალითი და ყველაზე გავრცელებული მედიტაციური ფორმა არის კონცენტრაციის მედიტაცია, სადაც რავი მედიტაციას გაიგებ, ალბათ ამასაც გაიგებ, რომ უნდა კონცენტრირდე. მაგალითად კონტროლი რომ მკითხე, იმისა რომ აი ფიქრი არ გქონდეს, გააკონტროლო, რომ ფიქრები გააჩერმა, რაღაც ესეთი მიდგომები რა. ხო და მაგალითად კონცენტრაციის მედიტაცია ავიღოთ. კონცენტრაციის მედიტაცია რას ნიშნავს, რომ მე ვირჩევ რაღაც ობიექტს და მასზე ვკონცენტრირდები. ეს ობიექტი მე არ ვარ. და არის ყველა ვარიანტში რაღაცა. ეს შეიძლება იყოს გამოვლენილი სანთლის შუქი, სუნთქვა, თვალებშუა წერტილი, კედელი, არ აქვს მნიშვნელობა ობიექტი. აი მე არ ვარაც ის არის, არ ვიცი, ცოტა ისეთი განსაზღვრებაა რა. ანუ მე არ ვარ, ხო, გააჩნია რა სწავლებას და მიდგომას ჩემი აზრით. მე არ ვარ ზოგადად კონცენტრაციის მთელი მუღა მეგარი რომ მე ვარ. მარტო მე ვარ და არაფერი სხვა. ხო, მაგრამ მოდი ახლა გავმიჯნოთ. აი რას გულისხმობ მაგის მომენტზე. მაშინ გეტყვი ძალიან მარტივად. აი შტატივი ახლა მე მასზე რო კონცენტრირდე, მე შეიძლება ერთიანობა ვიგრძნო თქვენთან და სამყაროსთან. კი, და ესე არის კულმინაციური იოგა, ამას ნიშნავს გაერთიანებას და ყველა და ყველაფერი შენ ხარ. კი ბატონო. მაგრამ როდესაც მე ეს სხეულიც ვარ და შენ ეგ სხეული ხარ, ხო? მე შენ ვერ ვიქნები ვერასდროს, ხო? ამ კონტექსტში მე ხა შტატივი ვერ ვიქნები, რაც უნდა მასთან გავერთიანდე, ჩემი ყურადღებით. ეს გაერთიანება თუ კულმინაცია მოხდა პირობითად კი ბატონო, მაგრამ როგორც ესეთი მე რო ვიჯდები ვიღაცა, ვინც უნდა იმედიტიროს და ვირჩევ რაღაც ობიექტს, აქ არსებობს სუბიექტი და არსებობს ობიექტი. სანამ ეს დასაწყისში ასე ხდება. კი, დასაწყისში რა ხდება? კი ბატონო, ეხლა რა ხდება? როდესაც არის სუბიექტი და არის ობიექტი და ეს ობიექტი არის გამოვლენილი, ესე ვთქვათ, ზედაპირული აღქმა, ხო? ნუ როგორც თქვით, ხო? არა რაღაცა შინაგანი პროცესი ვთქვათ, არამედ რაღაცა ობიექტი და ჩვენ მასზე ვტოვებთ ყურადღებას. ჩვენი ყურადღება თუ რაღაცით ითელება პირობითად, რაღაც ფიქრი შემოგივა, რაღაცა შეგრძნება შემოგივა, რაღაცა ამ მედიტაციის დროს შენი მიზანია რომ დაუბრუნო ყურადღება შენი კონცენტრაციის ობიექტს. და შენი ყურადღება, ახლა მე ვიტყვი ასეთ რამეს, რომც ტრანსცენდირდეს, რომც წავიდეს იმ სუფთა ბუნებისაკენ, რაზეც წეღან ბევრი ვილაპარაკეთ. შენ მაინც იმ ობიექტზე დააბრუნებ, როდესაც ამას დაიჭერ. და თითქმის შეუძლებელია, რომ მოხდეს გაერთიანება. იმიტომ, რომ შენ ხარ ვიღაცა, ვინც რაღაცას აკვირდება. და როდესაც არის ვიღაცა რაღაცის მკეთებელი, აქ მიდის რაღაცის მართვა, რაღაცის იქით წასვლა, აქეთ წამოსვლა და ამ პროცესში ის ჩართვა. ეხლა მეორე მედიტაციური ფორმა მაგალითად, რაც ესე შეიძლება ასევე საზოგადოდ ცნობილია, არის mindfulness-ი, ამას ქართულად ჭვრეტა ქვია რა. და ჭვრეტა არის რომ რაღაცას მე ვჭვრეტ, ხო? ანუ რაღაცას ვაკვირდები და როდესაც მე რაღაცასთან დისტანცირებულ, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს საკუთარ ფიქრთან დისტანცირებულ ყოფაში ვარ. აი აქ ხდება მედიტაციური მდგომარეობა, აქ ხდება მედიტაციური ზოგადად მედიტაციის სიტყვის განმარტება კლასიკურად არის ესეთი რამე, ლათინურად სიტყვა მედიტაცია ნიშნავს ფიქრის პროცესს და ოღონდ ახე უფრო სწორი შესატყვისი. რეალურად ესეთი ფუძე აქვს ამ ყველაფერს რა, რომ იოგაში და ვედურ ცოდნაში, როდესაც საერთოდ ფენომენი მედიტაცია მოვიდა, ეს იყო თიანა, ესეთი ტერმინი, რომელიც უფრო მეტრამეს გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ ლათინური სიტყვა მედიტაცია. ამ შემთხვევაში ლათინურად რადგან უბრალოდ ენა არის ასეთი შეზღუდული, რომ ვერ ამბობს სიმხელა სიღრმეს, ნუ ყველაზე მეტად შესატყვის სიტყვა იყო მედიტაცია და მედიტაცია არის პროცესი, სადაც შენ ხარ დამკვირვებლის პოზიციაში შენ ფიქრებთან და ეს რას ნიშნავს? მაგალითად, როდესაც შენ შეიძლება ფიქრში იკარგები ისე რომ ვერც მიხვდი ამ ფიქრში როგორ აღმოჩნდი და რო ხო ხტები რო გძინავს რა ესე ვთქვა და 10 წუთი რაღაცაზე ფიქრობ და ვერც მიხვდი საიდან აღმოჩნდი აქ და არის მომენტი, როდესაც შენ ხვდები რომ ფიქრობ, ანუ არსებობს დისტანცია შენსა და მიმდინარე პროცესს შორის. აი ამ პროცესს ქვია მედიტაციური მდგომარეობა, როდესაც შენ ხარ და მიდის რაღაცა პროცესი, როგორც წეგან თქვით რომ ზიხარ და ტელევიზორში მიდის სცენები და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, რეალურად იმ თიანაში ვედურ სანსკრიტულ ტერმინში ფუძე იყო ტრანსცენდენტული მედიტაცია. ანუ იმ ყველანაირ საზღვარს მიღმა ყოფა. სიტყვა ტრანსცენდენტული, იმიტომ ლათინურად დაუმატეს ამ
ტერმინ მედიტაციას, რომ მედიტაციის მთავარ არსი ეთქვა ამ სიტყვებს, ესე ვთქვათ. და მთავარი არსი იყო ზუსტად ის, რომ დისტანცირდე ყოველგვარი ზედმეტი გაიგივებისაგან და აღმოჩინო საკუთარი თავი და აქ იწყება თვითშემეცნება. ანუ შეიმეცნებ იმას, რასაც ფორმა არ აქვს. და ეხლა რო გავმიჯნოთ ეს ყველაფერი პრაქტიკულ პროცესში, ხო? Mindfulness-ი არის პროცესი, სადაც შენ კიდევ რაღაცას ირჩევ, რაზეც დისტანცირებულ დაკვირვებას ახორციელებ. მაგალითად, ფსიქოლოგები იყენებენ რაღაც ესეთ მეთოდებს. შეიძლება ახლა თუნდაც ჩვენ რაც გავაკეთეთ, რაღაც დონეზე mindfulness, ხო, რაღაც აი მაგის მიმართულება არის. ხო, ანუ რაღაცა კონკრეტულ ადგილს ვაკვირდები. როცა მე იმას ვაკვირდები, მე ვარ და არის რაღაცა და იქ რა ხდება იმის გარშემო შეიძლება წავიდე. ეხლა ნახეთ რა, მე თუ ფეხებს ვაკვირდები მაგალითად, ან შეიძლება რაღაცა ფსიქოლოგმა რაღაც ტრავმას დააკვირდე პირობითად, ბავშვობის ტრავმას. და როცა იმას აკვირდები, შენ იმის გარშემო მოძრაობ, ანუ მასთან რა არის კვეთაში, ხო, რა არის მასთან კავშირში, იქ მე ბავშვობაში ვიღაცამ რო ბურთი წამართვა სიტყვაზე, ვინ წამართვა, რატო წამართვა, რატო მეწყინა, იქ ვინ იყო კიდე და სცენას ხშლი რა უკვე რა რასთან იყო კავშირში და ამის მეშვეობით რაღაცა რო შეიძლება გააცნობიერო, დაამუშავო და აღმოაჩინო, შეიძლება ცხოვრებაში მოგეშვას რაღაცაზე, პირობითად ფსიქოლოგთან თუ ასეთ რამეს იზავრა, მაგრამ ამ მეთოდს აქვს თავის, რა თქმა უნდა, ბენეფიტები, ყველაფერს თავის ბენეფიტები და თავის ეფექტი შედეგი აქვს, მაგრამ აი ის რომ შენი ყურადღება დაბრუნდეს ისევ იქ, საიდანაც ის იბადება საკუთარ თავში, ხო? აი იქ მაინც ვერ მიხვალ, იმიტომ რომ შენ ისევ რაღაც კონკრეტულ საკითხს უყურებ და იმის გარშემო მოძრაობ. ეგეც ხო ეგ არის რეალურად. რა? ეგ რასაც აკვირდები, რეალურად იმის თქმა მინდა რომ საბოლოოდ ქრება ეგ სუბიექტ ობიექტის განსაზღვრება mindfulness-ის თუნდაც რა. მითხარი როგორ? როგორ ხდება ეგ? რო ქრება? ქრება აღარ არის. აღარ არის, იმიტომ რომ თავში ეგ არის. კარგი, მაშინ რა რჩება? რა რჩება ის, რაც არის ნეიტრალური. თავისთავად. საზღვრისგან, ანუ მე და ის, მე და შენ, აი ფორმის გარეშე, განსაზღვრების გარეშე. ესმის. და ეგ არის ის, რაც არის. მეტი არაფერი არ არის. მესმის, ეს ყველაფერი მესმის უბრალოდ მე მინდა ახლა დაგანახო რა. ხო, და ხო, მესმის ძალიან მომწონს ეს ახლა ცოტა ეთილინგი. ხო, კი, რაც მეტი მithobet. ხო, უბრალოდ მაინც სიტყვებში არ დავიკარგოთ, იმიტომ რომ მნიშვნელობებს ძალიან დიდი ის აქვს რა სიტყვის. მოდი ახლა ასე ვთქვათ. და ასეთ მიმართულებას მოგცა. სანამ ფიქრი გექნება, შენ ხო ისედაც ხარ. ფიქრი რო გაქვს, მაშინაც ხარ. და ფიქრი რომ მიდის, მაშინაც რჩები. და რომ სულ ხარ. აი რა არის? აი შეგრძნების დონეზე, აი ძალიან ბანალურად მარტივად რომ დაუკვირდე. სიჩუმეა რაღაცა, აი შეგრძნების დონეზე ხა ფიქრი სად გიჩდება რა. ხა შეიძლება აზრით ვიღაცამ მიფიქროს, რომ ტვინში მიჩდება, გონებაში მიჩდება და ასე შემდეგ, მაგრამ აი უბრალოდ მშრალად შეგრძნებას დააკვირდე. აი სად ჩდება ეს ფიქრი? შეგრძნების დონეზე. რაღაცა ერთადერთი მე რაც შემიძლია მაგაზე ვთქვა არის ყოფნა, სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი. კი ბატონო, და ეს ყოფნა. ვინც ყოფნა არ იცის, იმას ვერ აუხსნი რა არის ეგ. არ არსებობს ადამიანი, ვინც არ არის. მაგას ვამბობ, ხო, ანუ ერთადერთი ვინც იცის რა არის ყოფნა, იმას შემიძლია რომ ეს არის ყოფნა უთხრა მარტო, სხვა არაფერი შემიძლია. კი ბატონო. მაგრამ ეგ ისევ იდეაა. ახლა მე მაინტერესებს შენ რას გძნობ, ყოფნას გძნობ? ხო და სხვას ვერ აუხსნი მაგას ვერაფრით, ხვდები, ანუ მე არ შემიძლია მაგას. ეგ სიტყვა ხსნის? რა, ყოფნა? ყველაზე მეტად ალბათ რაც შემიძლია რომ აუხსნო. მე რაც შემიძლია. კი ბატონო. კარგია. კარგი. იგივენაირად ეხა ის შეგრძნების დონეზე. აი ისევე ნახე, მე არ მინდა რომ უბრალოდ ადამიანი ვინც ახლა მოგვისმენს, სიტყვა ყოფნას გამოეკიდოს, მეც ვახსენე ეს სიტყვა შენც ახსენე, იმიტომ რომ მე ყოფნაში 1000 ყოფნა შეიძლება იყოს მანდაც, ხო. და მე მინდა რომ აი უბრალოდ უსიტყვოთ ნახო პასუხი რა, ანუ აი პასუხი კი არ მინდა რომ ახლა ამ კითხვას რო ვსვამ, სად გიჩდება ეს ფიქრი რა, ნებისმიერი ფიქრი ახლა რომ რაღაცა ფიქრები გვიჩდება, სად ჩდება. აი უბრალოდ იგრძენი რა, ის კი არა რომ მიპასუხოს, ან თვითონ თავის თავს პასუხი გასცეს ადამიანმა რა ხდება, ხო? უბრალოდ აი რომ დაინახოს სოციალურად, აი როგორც ახლა მე მუხლებს შევეხე, აი ვიგრძენი. რაღაც მინდა ახლა ფიქრი რომ რა ვიგრძენი, ხო? გასაგებია რომ ვიგრძენი, იგივენაირად ვიგრძნო ეს რომ აი უბრალოდ ფიქრი სად ჩდება რა. და ეს რაღაცა აშკარაა
ჩემ პირად დაკვირვებით, რომ არის რაღაცა შეზღუდვის გარეშე, ანუ რაღაც ჩარჩოების გარეშე. და როგორც კი რაღაცა ფიქრში აღმოჩნდები, ეგრევე შეზღუდულობაში ვიმყოფები. და ტრანსცენდირება ნიშნავს, რომ აი ამ ზღურბლიდან გამოდიხარ. ანუ ზედმეტ საზღვარს იხსნა. ეს არის მედიტაციის არსი. ტრანსცენდენტული მედიტაციის არსი ასევე მდგომარეობს იმაში. აი, იცი რა, მე თითქოს განცდა გამიშთა, რომ აი mindfulness ცოტა კრიტიკულად უყურებ რა და მაგის ხო შედარება მინდოდა. კრიტიკულად არ იმიტომ რომ ორი მაგ მოკრული რა. ორი მაგ მოკრული რა, რომ ისა ვიღაცამ გააძრო, რომ ეს ადრე რო იყო ეს კლაბინგში ხიდის და ბასიანის დაპირისპირება და ტრანსცენდენტალები და ისინი რა ქვია ვიპაშანელებიო ხიდი და ბასიანებით არიანო. ეხლა უცბად გამახსენდა და ძალიან გამიცინა მაგაზე, ხო? საბოლოოდ ტექნიკა არის განსხვავებული ჩემი დაკვირვებით, ეხლა მარტო რა აქ უბრალოდ მგონი მანტრას იმეორებ, იქ მანტრასავით იმეორებ სხეულს რა, სხეულის შეგრძნებას. ანუ ჩემი დაკვირვებით რა. და მანდაც ხო ეს მიჯაჭულობას რაღაც ერთ ობიექტზე, მაგით twin სასწავლი რო აღარ იყოს ერთ ობიექტზე მიჯაჭული მიკროლი რა. და მე ხო მდგება იმ მდგომარეობა რაც ფუნესი კარგად მესმის რაც არის მეც მიკეთებია, ვიცი. თავიდან მაგას შეეხერო იწყებდი, რომ ეს ყველაზე ბუნებრივია რა და იქ ცოტა ჩემთვის ვერ მოვიდა ესე რომ ვთქვათ ბოლომდე რა იგულისხმება ბუნებრივში და აი განსხვავება ვთქვათ არაბუნებრივი რა, აი ვთქვათ აი იგივე mindfulness-ისგან რა, აი რომ კარგად რო შევადაროთ რა. კი, აი ყველაზე თავარი წერტილი რაც არის ესეთი, სადაც შეგვიძლია რატომაც ვამბობთ ამ მედიტაციაზე არ ბუნებრივია. არის ესეთი მომენტი, რომ ახლა თუ გულახდილად დაუკვირდები, შენ გონებაში ფიქრები თავისთავად ჩდება. ხო? და შენ არ იცი რა არის შენი შემდეგი ფიქრი. იცი? არა. როდის გეცოდინება? როცა მოვა. კი ბატონო, მაგრამ ადამიანებს გონიათ რომ ისინი მართავენ თავის ფიქრებს. მაგრამ თუ ადამიანი ამას გულახდილად დაუკვირდება, მიხვდება რომ ესე არ ხდება. პირიქით არის ხო ფიქრები პროგრამ მართავენ და გაკეთებენ. კარგი. ეხლა ნახეთ. რომ მე თუ ამ ჩემ ფიქრებს რამეს უშვები, ან რაღაც აი ზუსტად ზაღანდელ საუბარს ვეხებით ისევ ხო, რომ რაღაც წინააღმდეგობაში შევდო, ან უკვე გაჩენილ მოვლენაზე უარს ვამბობ და სხვაგან ვეკაჩები, ეს ნიშნავს, რომ მე ცოტა ბუნებრივ პროცესს ვეწინააღმდეგე, იმიტომ რომ ის ბუნებრივად მოდი მიდის ისედაც. ეხლა ნახეთ, რომ ჩვენ ფიქრობთ მანტრას ტრანსცენდენტული მედიტაციის დროს, მაგრამ ეს მანტრა ზოგადად ეხლა ამას დიდი განმარტება ჭირდება, იმ გაგებით, რომ ზოგადად მანტრებს მღერიან ადამიანები, ხო? მაგრამ ის მანტრა არ არის, რასაც მღერიან. უბრალოდ სანსკრიტზე ეს ვედური ცოდნიდან ეს ტერმინი ნიშნავს, რომ გადმოთარგმნო ქართულად ხმა, რომელიც მეორდება. თვითონ სიტყვა მანტრა ამას ნიშნავს, მაგრამ როცა რაღაცას მღერიან მანტრებს და ასე შემდეგ, იმას სხვანაირი დატვირთვები აქვს, სხვა პრაქტიკული ეფექტი და ზოგადად სხვა იდეა. ვიბრაციას და ბგერაც და საიდან ითქმევა და კი, ბევრი რაღაცა ფუნქციონირებს მანდ, მაგრამ ამ შემთხვევაში ამასაც უბრალოდ მანტრა ქვია და იმ მანტრებს არანაირად არ ესე ვთქვათ, ესე პირდაპირ არ უკავშირდება და ეხლა აქედან გამომდინარე ტრანსცენდენტულ მედიტაციაში ჩვენ ვიყენებთ მანტრებს, რომელიც ადამიანზე არის პირადად ინდივიდუალურად შერჩეული. ეს ძალიან საინტერესოა, აი ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებს. კი ბატონო. და როგორ ირჩევა რა ხდება. რომ როდესაც ეს ადამიანი მანტრას იყენებს, უფრო პრაქტიკულად რო ვიმსჯელოთ ეხლა, ხო? რა ხდება უშუალოდ მედიტაციაში. რომ მანტრას გონება ბუნებრივად ფიქრობს. იმიტომ რომ ერთხელ რომ გეტყვი მე შენს მანტრას, ანუ მოგეცი შენი მანტრა რომ იმედიტირო, ეხლა აქ იმისთვის მოხვედი შეიძლება თუ ჩემთან მოხვედი რომ მე მედიტაცია გასწავლო, რომ იმედიტირო, ხო, იდეა მაგ უკვე მზაობა გაქვს, მაგისთვის მოხვედი. შესაბამისად რომ დაჯექი და მე შენ გითხარი შენი მანტრა, შენ გონებას თავისთავად ეფიქრება მანტრა, იმიტომ რომ ბუნებრივად მოდის ეს ფიქრი, იმიტომ რომ ამისთვის მოვიდა აქ. ესე მარტივად რო გითხრა ახლა, მაგრამ ესე გათვლილად და ასე რა თქმა უნდა არ მიდი მოდის, უბრალოდ პრინციპს გიხსნით რა, რომ ზოგადად მანტრის ფიქრი მოწონს გონებას, რადგან მანტრის მეშვეობით უბრუნდება საკუთარ თავს, ანუ საკუთარ სიმშვიდეს, სიამოვნებას, წესრიგს, ყველა იმ კეთილდღეობას, რაც ჩვენში ისედაც არსებობს, ეს ყოფა. ეხლა აქ რა ხდება? რომ რატომ უბრუნდება მანტრის მეშვეობით გონება ამ
საკუთარ თავს. იმიტომ რომ მანტრას არ აქვს შინაარსს. მაგალითად, თუ ეხლა მე გეტყვით რაღაც ისეთ სიტყვას, რასაც აქვს შინაარსს, თქვათ კედელის ჭიქა ან რაღაცა და შენ ამაზე იფიქრებ. ასოციაციები უეჭველი ასოციაციები გაგიჩნდება და ეს ასოციაციები სულ მეხსიერების შრეზე გამოგზაურებს. მაგრამ რო ავირჩიო მანტრა, უკვე იმას ყველად არ ვირჩევ რა, ანუ არჩევანს არ ვაკეთებ არასდროს ყველად რა. კი ბატონო. და ახლა აქ რა ხდება ასე? ამიტომ დამალული სხვისგან მოწოდებული. ხო, მაგრამ დამალულში არ არის საქმე. ნახე რა შესაქმე, რადგან ნახე ვიტყვი ხა ბოლომდე რომ კარგად მიხვდეთ რა. ესე იგი, ამ პროცესში მანტრას შინაარსი არ აქვს და მე თუ მანტრას ვლაპარაკობ, ვუზიარებ ვინმე, სადმე ჩავიწერ და რაღაცებს ვაკეთებ, ესე იგი ასოციაციებს უჩენ ამას. ჩვენი მიზანია რომ ამას თავი დავანებოთ, უბრალოდ მარტო მედიტაციაში ვიყენებ ამ ინსტრუმენტს. სხვაგან არც არ მჭირდება. და ვიცი რომ შინაარსი არ აქვს ისედაც და შესაბამისად ვიცი რომ ეს არის ზუსტად მისი მექანიზმი, რადგან შინაარსი არ აქვს, მაგრამ გარდა იმისა რომ შინაარსი არ აქვს, მას აქვს სწორი ვიბრაციული თვისება, რაც არის შენს ფიზიოლოგიაზე მორგებული. ეს არის ჩემი კომპეტენცია, როგორც მასწავლებლის, რომ მე მივცი ადამიანს ის მანტრა, რაც მისთვის შესაძლებელი იქნება. და ეს მანტრების ცოდნა მოდის ამ უძველესი ვედური ცოდნიდან, იოგური ცოდნიდან, ზოგადად ვედური ცოდნიდან და ვედა ცოდნა სიტყვა ვედა ნიშნავს ცოდნას, ცოდნას სიცოცხლის შესახებ. ეს არ არის რამე რელიგიის ცოდნა, ეს არ არის კულტურის ცოდნა, ეს არ არის რამე იოგის მიმდინარეობის ცოდნა, ყველაფერი რაც კი იოგაში არსებობს, ყველაფერი ვედური ცოდნიდან წამოვიდა. და ვედური ცოდნა იწერებოდა იმ ადამიანების ხელით და იმ ადამიანების პირით ითქმოდა თუ ასე შემდეგ, ვინც ამ გამოცდილებას ხედავდა, ანუ ხედავდა ეს სამყარო როგორი კანონზომიერებით ფუნქციონირებს. დღეს რო ჩვენ სიტყვაზე აღმოვაჩინეთ გრავიტაცია და ვხედავთ რომ თქვათ რაღაც ნივთი რო ვარდება, თურმე ტყუილ არ ვარდება და რაღაცა გრავიტაცია იზიდავს და ჩვენი შეუარაღებელი თვალით ამას ვერ ვხედავთ, იგივენად კიდე ბევრი რაღაც ხდება ამ სამყაროში, რასაც ჩვენ დღეს კიდე ვერ ვიგებთ, ხო? მაგრამ ამ ვედურ ცოდნაში როგორღაც ის ადამიანები, ვინც ეს ცოდნა გააზიარეს, რაღაცნაირი მეთოდებით თუ ხერხებით თუ არ ვიცი ამას ვერ გეტყვით. ხედავდნენ ამას და რასაც ხედავდნენ, იმას წერდნენ და უზიარებდნენ ადამიანებს, ვინც ვერ ხედავდნენ. კი ბატონო. იწერებოდა ეს ცოდნა ესე და მე საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ინტერპრეტაცია ხდებოდა, ვიღაცამ ახალი მოვიდოდა, ის კომენტარს გააკეთებდა იმისას, ესე და სამწუხაროდ ესე ხდებოდა, რომ ეს ხელში ჩაუვარდათ ისეთ ადამიანებს, ვინც არაფერსაზეც არ იყვნენ და ვერც არაფერს ვერ ხედავდნენ და როდესაც ესე იგი ადამიანი ვერაფერს ვერ ხედავს, ბრმა ხო იცი სადაც წაგიყვანს როგორ ამბობენ ხოლმე მაგას ახლა უცებ ახალი გამახსენდა რა მოკლედ ბრმას რომ არ უნდა გაყვე რა გზაზე რაღაცა ხო ანუ ეგეთი მომენტია და ჩვენ ახლა დღეს ზოგადად კაცობრიობას ესეთი ცხოვრება მიყვავს რა რომ ყველა თითქოს ბრმა არის და ყველა თავის იქი იმისკენ გვეკაჩება და რეალურად აი მან დაარღვია მე თვითონ ეს ცოდნაც ანუ ის ცოდნა რაც იქ ეწერა იმის არასწორი ინტერპრეტირებაც მოხდა და მე ისე გააკეთე და დამახინჯდა ეს ყველაფერი და ანუ მე მის თქმა მინდა რომ ზოგადად როგორიც არის ცნობიერების მდგომარეობა ისეთი ხდება გაგება როგორიც არის შენი ხა ამ მომენტში მზაობა თუ გაგების შესაძლებლობა წიგს რო წაიკითხავ იმას ამოიკითხავ და წიგში იქ არც ერთი სიტყვა ჭეშმარიტება არ წერია ჭეშმარიტება მარტო აქ გამოცდილებით ცოცხლად მოხდება და იქ რამეს თუ მოიაზრებ, რაღაცას თუ მოისმენ, ანუ ვიღაცaan ეხა ჩვენი საუბარი თუ ვინმეს რამეში დაეხმარება, შეიძლება უბრალოდ იყოს ეს ჩვენი თითების გაშვერა იმ მიმართულებით, სადაც იმ ადამიანმა შეიძლება გაიხედოს, მაგრამ არც ერთ ჩემი სიტყვა აქ ეხა ჭეშმარიტება არ არის და სიტყვებით ჭეშმარიტება ფიზიკურად ფორმას აძლო რაღაც გამოსცემ. კი ბატონო, ზუსტად შეუძლებელია რომ ეს იყოს და აქედან გამომდინარე აი ამიტომ დავუბრუნდეთ ტექნიკას. კი ბატონო. ტექნიკას ხო, აი მაინტერესებს ის დეტალი რა, მანტრა როგორ არჩევ მანტრას. მანტრის შესარჩევად აი მოვედი შენთან და ეხლა როგორ შემირჩევდი მანტრას. აი ძალიან მარტივად რო გიპასუხო, რაც შემიძლია რო გიპასუხო, იმიტომ რომ 6 თვის განმავლობაში წარმოგიდგენთ, მთელი 9 წლის განმავლობაში მესწავლებელი რო გახდე ტრანსცენდენტული მედიტაციის მიდიხარ და ამაში ხარ მთელი 6 თვე თავიდან ბოლომდე. მაგასაც შეგეკითხებ. კი ბატონო. თავიდან ბოლომდე მანთხარ რა და თავიდან ბოლომდე რომ მანთხარ ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე გადადებულია შენი ყურადღება მის ამ ცოდნის მისაღებად და შესაბამისად 6 თვის განმავლობაში რასაც ვისმედი, რასაც გავდიოდი ხა ორ სიტყვაში და ერთ პოდკასტში ამას ვერ ჩავატებ, ბუნებრივია, მაგრამ დაახლოებით რომ წარმოიდგინო და ზოგადად ანუ ეს ხედვა, რომ ხედავ აი აუხსნელი ხედვა და ინახავ ადამიანს მანტრას. არა. აი მარტივი მაგალითი რო ვთქვა, არის ერთ-ერთი კრიტერიუმი სქესი.
არის ასაკი და ესეთი რაღაცა. გასაგები. მაგრამ ხო გეუბნები, აი დიდი ის არის რა, არ არის ეს რომ რაღაცა 2 წამში ესე შემელი აუხსნა რა. მაგრამ მანტრაშიც არ არის მთელი მუღამი, მანტრა არის ტრანსპორტი. იქ რომ შენი გონება გაეშვას ყველაფერს და თვითონ მანტრაც უშინაარსოდ ემეთო ისიც ერთგვარი შევადარე რა მას mindfulness რა, მაგალითად ეგ ტრანსპორტი მასში ვიპაშანაში ან რაღაც mindful ტექნიკებში არის სხეული. ვთქვათ. კი, მაგრამ მანტრასავით იმეორებს სხეულს. განსხვავება რა არის? ნახე, ანტრაში კი არ არის და თვითონ რაში, ობიექტში კი არ არის მუღამი. განსხვავება იქ არის რომ ჩემს გონებაში მანტრას მე არ ვფიქრობ, გონება ფიქრობს მანტრას. როგორც ნებისმიერ სხვა ფიქრს ფიქრობს გონება. და მე არ ვარ ის, ვინც ეხა რამე უნდა ვაკეთო. ნახე, სუბიექტური და ობიექტური პროცესი. ერთ იგივე მანტრა ხომ იმეორო, მაგ გამეორებას ხო შენ ძალსმო ჭირდება რომ იმეოროს. რა, თავის მეორდება? I ხო. don't know. ანუ როგორ ეხა რო დაუჯდა რაღაცა რაც უნდა მითხრა. ნუ ეს ეხა ესეთი მომენტია რომ თუ ვაშს გავსინჯავ ეხა მე და მოგაწვდი შენ, გეტყვი რომ გემრიელია, მაგრამ შენს თუ არ უკმიჩე და თუ არ გასინჯე, მაშინ ხო, ეგ კარგი ახსნა და ხანდახან ის არის, ხო. არა, მესმის ხო, არ ვიცი მართლა როგორ შეიძლება მეორდებოდეს, იმიტომ რომ თავიდან მე მგონი ყველაფერს ჭირდება ძალისხმევა რა, უბრალოდ რაღაც წახვიდე რაღაც გზაზე. მედიტაცია გამოვა მან, სადაც ძალისხმევა არ იქნება. ხო, მაგრამ აი ბოლომდე ვერ მოყვები რა რაღაცნაირად. იმიტომ რომ აი მაგალითად იოგაშიც ეგრეა რა, იოგას აი ტანვარჯიში აიღე და რეგულარულად ძალისხმევას დებ თავიდან, რა ყველა არ ვართ რაღაც დონეზე. არა ძალისხმევა თავიდან მჭირდება რომ დისციპლინაში ჩავდგე და განმეორებითად რაღაცა ვაკეთო თუნდაც ფიზიკური ასპექტით რაღაც და მე ხდება ის მდგომარეობაში გადადიხარ რა მე თავისუფლდები მე იშორებ რაღაცა შეიძლება ესე შეხედო და თქვა რომ ესე საჭიროა მაგრამ მოდი ახლა ისე გულახდილა და იქიდან შევხედოთ რა წეგან ვისაუბრეთ და თუ ხარ ის ისედაც ხდება მაშინ სადღა არის საჭირო ძალისხმევა მე ხო არ ვიცი ეგ რო არ. აი შენ ხო ყვებოდი შენ ექსპერიენს იმ თინეიჯერობის პერიოდში. კი ბატონო. მაგრამ ნახე რაშია საქმე რომ ამ ტექნიკის გასაღები და რაღაცა განსხვავებულობა თუ რაღაცა ხიბლი თუ რა ვიცი, რაღაცა ეს მთავარი ამომავალი წერტილი ზუსტად მაგ აბსტრაქტულ რაღაცაში ხდება, რომ ახლა შენ ხედავ რომ თითქოს შეუძლებელია ეგეთი რაღაცა რა. მაგრამ შენ ასევე შეგიძლია ხა დაინახო რომ ბუნებრივად გიჩნდება ფიქრები. და თუ ხედავ მაგას, მაშინ რატო არ ხედავ, რომ ისიც შეიძლება ბუნებრივად იყოს? ხო და მე მაგალითად დისციპლინა დამჭირდა იმისთვის, რომ დისციპლინა შეიძლება დაგჭირდეს იმისთვის, რომ ადგე და დაჯდე მედიტაცია რომ გააკეთო. მაგრამ როცა დაჯდები და დახუჭავ თვალებს, ერთ-ერთი რომ დაიწყო, ეს კი შეიძლება ამაზე ილაპარაკო. რომ დაჯდე, ხო, მაგრამ რომ დაიწყე უკვე, всё, დანარჩენი უკვე ბუნებრივად. ხო, მაგრამ თან მარტივია, რომ აი რამდენჯერაც სხვაგან გაგიქცეს სიტყვაზე რა, სხვა რამეზე ფიქრი დაიწყო. მაშინ თქვაში ხო, ამაში მაინც გჭირდება ძალისხმევა, რომ ისევ დაბრუნდი ამ მანტრასთან. ისევ აი ძალისხმევა გჭირდება. მე ვიტყვი რომ არ გჭირდება. მაშინ მოდი მე მანტრასთან. მანტრასთან ბრუნდები, მაგრამ ძალისხმევის გარშემო. შენ თუ მანტრასთან ძალისხმევით დაბრუნდები, მაშინ შენ სწორად მედიტაციას არ აკეთებ. თავიდანვე ეგრეა? კი. გამოუცდელი პრაქტიკოსებისთვის ეს. კი. შეიძლება ვიღაცამ ძალისხმევა გამოიყენოს, მე მას კი არ ვამბობ, რომ არავინ არ გამოიყენებს. რადგან ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვებძვით და ვეჭიდავებით და ეს ძალისხმევა. ვეჭიდაობა შეიძლება იყოს, რომ გაჩერდეს სადღაც და ეხა იყო, ანუ ამას ეს გარბის ბუნებრივად, მაგრამ შენ ჩერდები. მაშინ ესე იგი არ ხარ ბუნებრივ ციკლში, ხარ ჭიდაობაში. ხო, როცა ჭიდაობ, რომ გაჩერდე, მაგრამ თუ გაიქცა და დაბრუნდი ეს ცნობიერად ხდება დაბრუნება. ანუ შენ შეამჩნიე, რომ შენ მაშინ ძალისხმევა სად არის? შეამჩნიე. შემჩნევას ძალისხმევა ჭირდება. ყურადღება გადმოიტანე. ძალისხმევა ჭირდება შემჩნევა. არა, ყურადღების გადმოტანას. ანუ ძალისხმევა, ძალისხმევა თუ შეიძლება დავარქვათ მაგას, რომ ეგ ძალისხმევაა. ყურადღებას მე სწორად დავარქვათ, მოდი, უფრო გასაგები რომ გავხარ. ძალისხმევა ჩემთვის უფრო არის ის, რომ მე ვცდილობდე, რომ გავჩერდე ერთ წერტილში. ეგ არის ძალისხმევა. მაგრამ მე თუ ყურადღება გამექცა, შევამჩნიე ადრე ამ გვიან და ყურადღება დავაბრუნე. კი ბატონო, მაგრამ ეს ძალისხმევა შეიძლება აღარ იყოს.
მაგაში გეთახმები. თუ ეგ ძალისხმევა არ არის, მაშინ უბრალოდ სიტყვას უეძახდით სხვადასხვა სიტყვებით ლაპარაკობდით, ხო. ხო, იმიტომ რომ ძალისხმევა რა არის? ძალა გამოვიყენე. რომ ხო, მაშინ გეთახმები ბოლომდე. ხო, ანუ ძალისხმევა თუ ხო მაინც გავს რა, ეხა ისიც რა, ანუ ამანდაც არ არის ძალისხმევა. ხები? ყურადღება დაიწყე, აი მიმართე შუბლზე, წავიდა. მიმართე მანტრაზე. მიმართე თავის მუხლზე. წაყევი მუხლიდან დადიხარ, სულ დადიხარ. თავისით გადადის. სად დადიხარ? თავისით გადადის. სულ თავის. მიდის. არის ეგრე რა, მაგას ამბობ. ესეც არის ხო. ხო. და ეგ რო გააკეთე რა მოგცა? რა მომცა? არ მაქვს პასუხი. რა უნდა მოეცე? ეხა არ ვიცი სწორი პასუხი რა გაგცე. ამიტომ არაფერს არ გიპასუხ. უფრო ვერ ხვდები რას მეკითხები ხო? რა გინდა რომ ისთვის დაჯექი რომ ეგ გაიგეთ. რისთვის დაუჯექი რომ ეგ გამეკეთებინა. კონკრეტულ ტექნიკაზე მეკითხები თუ ზოგადად. ზოგადად. მითხარი ეხლა ამ წუთას რაც მითხარი, იქიდან გამომდინარე გეკითხები. მოდი ახლა ცოტა რაღაცას კონკრეტულად გამიჯვნა უნდა გაუკეთოთ, რომ უფრო გასაგები გავხადოთ. ხო, ანუ ნახე, შეიძლება მართლა იმიტომ რომ ეს პრაქტიკა არ გაგიკეთებიათ თქვენთვის, ხო, შეიძლება მე ვცდილობ გავსების დანახვას, მაგრამ მე შემიძლია ჩემი გამოცდილებები გავაზიარო ახლა რა. არ ვიცი ეგ შეიძლება რისთვის არის, რატომ არის თუ როგორ არის, მე შეიძლება ჩემი გამოცდილება ვთქვა, რა მოუწია, ვთქვათ ამ მედიტაციას, რა განცდა არის დეკონსტრუქცია, ვთქვათ, რა საზღვრებისგან განთავისუფლება, როგორი გამოცდილება ყოფნის რა, არა რაღაც ლოკალური ყოფნის, არამედ ერთიანი ყოფნის, ვთქვათ. ერთად მოხდენის, ხო, ერთიანად ყოფნის, მარტივად და ისე რომ ვთქვა რა ყველაზე. ხო, და რითი მოხდება ეგ ერთიანად ყოფნა, ჩემი აზრით, ის არის გემოვნების და მიზიდულობის ამბავი. მე საერთოდ ძალიან პირდაპირ ვიტყვი ამას, რომ საერთოდ არაფერი პრაქტიკა არ მჭირდება, რომ მე ვიყო. ხო, საბოლოოდ ეგ არის რა. მე გადმოდიხარ და სულ მაგას ინარჩუნებ რა ბრაგი მაშინ. არაფერს არ ინარჩუნებ, არაფერს ინარჩუნება. ხო, ყურადღებას მაინც ხო რა, თავიდან. რომ ამ ერთია რომ რაღაც ზიხარ სამედიტაციო დაპრაქტიკებ და რაღაც მდგომარეობებს გამოცდი, არაწინააღმდეგობრივ მდგომარეობებს. მაგრამ მე ეს წინააღმდეგობები შეიძლება ბრუნდებოდეს. გააჩნია პრაქტიკოს, გააჩნია დონეს, გააჩნია რამდენი ხანია რაღაცაში საბოლოოდ ხო ცხოვრებაშიც რომ მიდიხარ და რაღაც გზაზე რომ გადადიხარ ქუჩაში ან სამსახურში რომ მიდიხარ ან რაღაც სტრესული განმეორებები რო არის, ხშირია რომ დამწყები პრაქტიკოსისთვის ეს ყურადღება გადმოვიდეს აი ამ ქაოტურ ლოკალურ ფრაქტალურ რაღაცეებზე, ხო? რაღაც მე აქ ვარ, ეხა ის შიშია, ეს სტრესია, ის არის, ეს არის და მოხდეს ესეთი ის რა, მაგრამ ამას დაჭირდება ტექნიკა ისე რომ დაბრუნდეს, ხო? აი დაბრუნებას ამაში უგულისხმობ. შეიძლება დასჭირდეს, შეიძლება არ დასჭირდეს. ხო, ყველაზე მე უბრალოდ ყოველთვის როცა ვლაპარაკობ ბოდიში, უფრო გამოუცდელ დამწყებ პრაქტიკოსებს მოვიაზრებ ხოლმე რა, ვინც იწყებს პრაქტიკას რა, იმიტომ ყველა ყოფილვართ დამწყები რაღაც დონეზე და შეიძლება ეხას ვიყოთ. უბრალოდ მე არ მიყვარს ესეთ კონტექსტში საუბარი რა, იმიტომ რომ მე არ ვთვლი რომ რამე გზას ვადგავარ. მე არ ვთვლი რომ რამის პრაქტიკოსი ვარ. მე არ ვთვლი რომ რამე იდეოლოგიაში ვარ, მე არ ვთვლი რომ რამე მიმართულებას მივყვები და იმიტომ რომ რამე კონკრეტულ ხაზზე ყოფნა ნიშნავს რომ სხვას არ მივყვები რა. და მე არ მინდა რომ რამე ვუარყო, ან რამე ვადიდო. მიხვდი? მე არ ვფიქრობ რომ ეს ჩემი პირველ რიგში საკუთარ თავთან არ ვარ გულახდილი, როცა ეს რაღაცას ვფიქრობ რა. მე ვფიქრობ რომ ყველაფერია, იმიტომ ვამბობ რომ დავიბადე, აქედან დაიწყო ეს ყველაფერი რა. რომ დავიბადე ვფიქრობ, მთელი ცხოვრება არის როგორც ახლა შეიძლება ვთქვათ რომ იოგაზე სიარული არის რაღაცა პრაქტიკით დაკავება და ამ ხაზზე სიარული, ეგრე ანალოგიურად ცოტა ზუმაუთი რომ გავაკეთოთ, ვფიქრობ რომ მთელი ცხოვრება ეს პროცესია რა. შემცირებულ მასშტაბში. ეხლა მე სკოლაში მათემატიკას ვსწავლობდი თუ დღეს მედიტაციას ვაკეთებ, ორივე თვით შემეცნებაში მეხმარებოდა რა. ოღონდ მათემატიკა კი არ იყო იქ გამოსავალი. ხო, აი ეს ყველაფერი რომ მე მივხვდი რომ რაღაცა სხვა ვარ ვიდრე თავი მგონია რა. ხო, ეგრეა კი გეთახმები.
ხო, მაგრამ ნუ აქ მაინც კონტექსტი ეგ იყო, რომ ტექნიკების რა, მაგას ხო ისე მაგას ხო დაბრუნება ჭირდება რაღაცნაირად. ეხლა კი სიტყვით ამას ვამბობ დაბრუნებას. ბუნება ეგ არის, ისედაც აქ არის ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ ერთმანეთს რო გავაგებინოთ ადამიანებმა რაღაც ხო რაღაც სიტყვით უნდა გამოვხატოთ რა. ხო და მაგიტო ტექნიკურ რაღაცებში საინტერესოა რა ჩემი აზრით რა ვინ როგორ ეგ იყო ჩემი კითხვა რა თორე მდგომარეობა საბოლოოდ ჩემი აზრით ერთია და ვერ გავწდებით ამ მდგომარეობას საიდანაც არ მოვიაროთ რა მდგომარეობაც არ არის ხო ხო ისე სიტყვი არის შეზღუდული კი ხო ნუ აი იმიტომ რომ სიტყვები ნამდვილად ესეთი რა ხო აი საინტერესო იყო სად ისწავლეს ტრანსცენდენტული მედიტაცია როგორც მასწავლებელი სად გახდი და როგორც ვიცი სერტიფიცირებული მასწავლებელი ხარ ხო საერთაშორისო კურსი გაქვს გავიგეთ თუ სად ეგრე იყო ნუ ზოგადად ტრანსცენდენტული მედიტაციის მასწავლებლები ხდებიან მაშინ როდესაც რაღაცა საპრაქტიკებენ ჯერ ტრანსცენდენტულ მედიტაციას თვითონ და მერე სრული შემთხვევაში შეუძლიათ გახდნენ მასწავლებლები. ჩემ შემთხვევაში ეგრე მოხდა რომ მე ვიყავი ტაილანდში გავიარე კურსი 6 თვის განმავლობაში, თუმცა აქ ტაილანდი არაფერ რაღაც ესე იდეურ კავშირში არ არის რომ რაღაცა კულტურულად ან ამით რამე კვეთაში იყოს უბრალოდ კლიმატით რაღაცით ესეთი კაი პირობების გარემო იყო და იმიტომ დაიგეგმა იქ. სხვა ქვეყნებშიც ჩატარებულა, ამერიკაშიც, ევროპაშიც, ინდონეზიაში, ბალიზე და რავი ასე შემდეგ. ამიტომ რამე ესეთი იდეური რაღაც დატვირთვა არ აქვს, რაც ჩატარდეს, შეიძლება საქართველოშიც ჩატარდეს რო რამე რა. უბრალოდ ეგ პროცესია, რომ თავიდან ბოლომდე მთელი 6 თვის განმავლობაში ჩართული ხარ ამ პროცესში, როგორც პრაქტიკაში, ისე ინფორმაციის მიღებაში. რომ ეს ინფორმაცია სრულად გქონდეს, რომ მასწავლო ადამიანს სრულად ცოდნა და არა ნახევრად. ეგ არის რა. კი, მოდი. როგორც ფილოსოფიური თუ როგორც პრაქტიკულ იდეაში ტექნიკის სწავლა მიდის თუ რაღაც ფილოსოფიაც მე შორის ფილოსოფია, ინფორმაცია რა, ფილოსოფია ხა რაღაც კიდე ისე ხაზია. ეგ ტრანსცენდენტული ეს ტექნიკა როდის კითხვი რო ძალიან დიდი ხნის მოდის, მაგრამ როგორც ვიცი რაღაც 50-იან წლებშია ხო რაღაც არა? ეს უბრალოდ მაჰარიში მეხა ეგეთი ისტორია აქვს. მაჰარიში იყო ის ადამიანი, ვინც ეს მედიტაცია ხალხში გახდა ხელმისაწვდომი უბრალოდ რა. და მაგის მასწავლებელი იყო გურუდევი მაგალითად, იმის მასწავლებელი იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხაზი არ არის რამე ხაზი ისე რაღაც ისევ მიმართულების, ესე ვთქვათ რა, რამე მიმდინარეობის ან რაღაცა რა. ეს ხაზი თავიდან ბოლომდე ესე ქვია რა, არის ვედური მასწავლებლების ტრადიცია და ხა, რავი, როგორც ჩვენ შეიძლება იყო მასწავლებელი, მე შეიძლება იყო მასწავლებელი, ერთ ტრადიციის მონაწილეები ვართ ყველა, ხო? ისე მთელი მასწავლებლები, ვინც კი ვედურ ტრადიციაში, ანუ ვისგანაც კი ეს ინფორმაცია არსებობს ვედურ ლიტერატურის სახით, თუ კი რამე იოგაში იცით და თუ კი რამე მაგ მიმართულებაში შეგხვედრიათ, ყველაფერი იმ ადამიანების გაზიარებულია და იმ ხაზიდან მოდის ესე ვთქვათ რა. და ეს ცოდნა არის თავიდან ბოლომდე ვედური ცოდნა და ამ ვედურ ცოდნაში იყო მოხსენებული ტრანსცენდენტული მედიტაციაც. ოღონდ მაშინ ტრანსცენდენტული მედიტაცია არ ერქვა, ერქვა თიანა და იყო ესეთი ფორმით და მე უბრალოდ ისე მოხდა რომ ესე ვთქვათ ამერიკაში როდესაც აღმოჩნდა მაჰარიში და ჩავიდა და თქვა მედიტაცია, მიხვდა რომ იქ მედიტაციას უკვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული სხვადასხვა ფორმით, როგორც შეიძლება დღეს ჩვენთან ხდება, რომ ისეთი მედიტაცია, ასეთი მედიტაცია, ზოგს შამანობა გონია, ზოგს ჯადო გონია, ზოგს ბუდისტობა გონია, ზოგს ის გონია, ზოგს ეს გონია და რადგან ესე მოხდა, ადამიანმა დაარქვა, დაუმატა სახელი, რაც კიდევ უფრო ღრმად განმარტავდა სიტყვა თიანას მნიშვნელობას, ანუ ტრანსცენდენტული რომ არის რეალურად მედიტაციური პროცესი და ამიტომ დაუმატა ეს სიტყვა, რომ იმ სხვა რაღაცეებისგან განესხვავებინათ რა და ჩამანობა აღარ გონებოდათ. აი, ჩემთვის საინტერესო არის კიდე აი თვითონ პროცესი პრაქტიკოსის რა, აი მაგალითად სხვადასხვა პრაქტიკები, სხვადასხვა თქვა დანაწესებს ან აკრძალვებს აკეთებენ ხო იმისთვის რომ თუნდაც ეს მიჯაჭვობების იდენტიფიცირება მოხდეს ხო ან მაგ დროს ჩვენი ეს ტოლობის და რაღაცების შემჩნევა აქ თუ არის ესეთი რაღაცები რა რამე გაიცაძლო თქვა მონაწილეს რომ მარტო რაღაც
საუბარი თქვათ და დანარჩენი როგორც იცხოვროს ისე იცხოვ, იმიტომ რომ ყველაზე ერთნაირად მუშაობს მაგის თქმა მინდა მაგის ერთნაირად თქმა უნდა არ მუშაობს. ეხლა ნახე იცი ეს თქმა მინდა ის ზოგი უფრო მეტად ხო ადამიანები განსხვავდებიან და შესაბამისად მათი ნერვულ სისტემაც განსხვავებულად დაბინძურებულია რა. ან უფრო მეტად, ან უფრო ნაკლებად, ზოგი უფრო მეტად მიჯაჭვულია, ზოგი ნაკლებად საბოლოოდ ხო აი სწორად ხო და მაგალითად აი ეს მარხვები, რაღაცების აკრძალვები, დროებითი რაღაცები ხო იოგაში სხვადასხვა პრაქტიკებშიც ხდება რა და ნუ ჩემ თავზე ძალიან უმუშავია მაგას რა, იმიტომ რომ დროებით მაგრძალვა ძალიან ბევრი რაღაცების შემჩნევა და იდენტიფიცირება მოხდინა რა ჩემთვის და მოკლედ სასარგებლო ყოფილა. მან როგორ ლაგდება? არ ხდება, არაფერი მსგავსი შეზღუდვა არ გვაქვს. ერთადერთი ახლა რასაც თქვა ადამიანს, როცა მეტად ისწავლა უნდა რომ ნასვამი არ მოვიდეს, რამე ნარკოტიკის ქვეშ არ იყოს ან რაღაც ესეთი ახლა რომ მოწეული რომ მოვიდეს. ხო, ხიზლად იყოს და გაიგოს რა სულაპარაკები რომ გამოცდილებაც მიიღოს ახლა ეგ მაგდონეზე თორე ის რო ახლა რაღაცა იმარხულოს ან რაღაცა ჭამოს არ ჭამოს ან ისქნას თუ ესქნას ესეთი რეკომენდაციები არ გვაქვს, იმიტომ რომ ისე და ესე ვიმეორებ რომ შენ რო იყო არაფერი არ გჭირდება, გინდა დაგილევია, გინდა იზიქნა, გინდა იზიქნია და იმ ყოფასთანაა მისვლა მთავარი და რეალურად არც არ მიდიხარ თან რა. უბრალოდ ეგ მომენტია რა, რომ ახლა მაგაზე კომენტარს გავაკეთებ რა, რაც ახლა შენ თქვი შეზღუდვა ან რაღაცა იმის ჭამა თუ ამის არ ჭამა. იდეაში რას ნიშნავს ეგ ყველაფერი რა და ახლა ყველა რელიგიურ პრაქტიკაში არსებობს მაგალითად ეგეთი ტიპის შეზღუდვები. მაგალითად მარხვა, ხორცს არ ჭამ. მაგალითად რაღაცა ხახვს არ ჭამ იოგაში ხო, შეიძლება ესე ტამასურია და შენ ხახვი არ ჭამო, სოკუ არ ჭამო, როგორც ხორცი არ ჭამო, ნიორი არ ჭამო და რავი რაღაცა, მაგრამ რა არის ხა ამის მუღამი? იმიტომ რომ ზოგადად ესეთი ისევ რაღაცა მოდი ხა ეს რაღაცა პარალელს ვიტყვით, ცოტა რელიგიურ ჭირს დავუკავშირებ, შეიძლება ამას ცოტა გაურკვევლობა გამოიწვიოს, მაგრამ ეს რამეს ვიტყვი. რომ არსებობს ესეთი უძველესი ცოდნა, რომელშიც ისეთი რაღაცეები არის მოხსენიებული, რაც ყველა რელიგიაში დღეს რაც არსებობს, ყველგან იპოვი იმ ნიშნულებს, ესე ვთქვათ, რაც იქ მოხსენიებული. მე იმას სპეციალურად არ გავახსახელებ, რაზეა საუბარი, მაგრამ აი იქ რაც არის მოხსენიებული, რაღაცნაირად დღეს თვითონაც არიციან შეიძლება რატომ აცვიათ სხვადასხვა რაღაცა ანაფორები, რაღაცა კვერთხი რატომ უჭირავთ. შეიძლება რაღაც განმარტებები აქვთ, მაგრამ სადღაც საერთოდ სანამ რამე კონკრეტული რელიგიის მიმართულება იქნებოდა, ეს რაღაცა ცოდნა სადღაც უკვე ჩაწერილი არსებობდა. ესე იგი რაღაცა კანონზომიერებები და რაღაცა პრინციპები არის ამ სამყაროში, რასაც ხელი შეგიძლია მოკიდო რა. როგორც ახლა წეღან თქვით, რომ არის გრავიტაცია და ხამ გრავიტაციას ვერაფერს ვერ უზავი, გინდა არ გინდა, იქიდან მოვლი თუ აქედან მოვლი, მაინც გრავიტაციაა, ხო? ამიტომ ამ პრინციპებს თუ იცნობ რაღაც სამყაროს კანონზომიერებას, მაშინ შენ შეგიძლია სწორ რულზე იჯდე და საჭესთან იყო ხო და მართო ის, რაც შეგიძლია მართო, პირველად მართოც კიდე უხეში ნათქვამია რა. უბრალოდ საჭესთან ყო თამაშის წესები იცი, ესე ვთქვათ რა. ხო და მათ შორის არსებობს ეგეთი პრაქტიკები რა, რომ ადამიანი მდუმარებაში შედის, ადამიანი სიბნელის თერაპიაში შედის, ადამიანი არ ჭამს, შეიძლება საერთოდ ჩიმშილობს, შეიძლება ხორცს არ ჭამს, მოკლედ რაღაც შეზღუდვებს აკეთებს რა და ეს შეზღუდვა რას აკეთებს, რომ ჩვენ გვაქვს ენერგია, ხო, პირობითად და ეს ენერგია იხარჯება ამ ყველაფერში. გინდა საკვებში, გინდა ყურადღებით, გინდა თვალით, გინდა ყურით, გინდა ფიქრით, გინდა ამით, გინდა ამით. და ესეთი ინსტრუმენტები რაც ახლა ვახსენეთ, ხო, გეხმარება იმაში, რომ შენი ენერგია მობილიზდეს, რომ მე ეს მობილიზებული ენერგია მიმართო სადღაც უფრო ადვილად. ესეთი პრინციპული განმარტება აქვს ამას. მაგალითად, როდესაც მარხვის პერიოდში არ ჭამ ხორცს, მე რომ ილოცებ შენი არაშებინდული და ესეთი სხეულიდან და გონებიდან უკეთეს შეიძლება ილოცო პირობითად რა. რაღაცა ესეთი პრინციპი რა და ანალოგიურად როდესაც ახლა მე აღარ ვლაპარაკობ, ახლა ვამჩნე ვიჭერ ჩემ თავს რომ აი რაღაცის თქმა მინდა და აი აქ რაღაცა აშკარად ყურადღება მეტად ბრუნდება საკუთარ თავში. უცებ რაღაცას აღმოჩენ. ანუ მაგალითად თუ დაკმაყოფილებაში ხარ
გაზელილი, ესე რომ ვთქვათ, რაღაცნაირად სიამოვნებას იღებ და კმაყოფილება შენი ყურადღება მე მაგის მოპოვებაშია მიმართული. კი ბატონო. ანუ ხო, რაღაც ხორცი იქნება ეს თუ საკვები თუ სექსი თუ ნარკოტიკი თუ რაღაც შენი ყურადღება არის წარებული იქ. მაგას როგორც კი ზღუდავ ჩემი დაკვირვებით რა, მე უკვე შეგიძლიათ დაინახო როგორ გიბიძგებს ფიქრები, ვთქვათ, როგორია შენი ფიქრების კონსტრუქცია, როგორია გადარჩენის რომ ეს სავს ნადავლი თუ დოზა თუ რაღაც უნდა მოვიდეს, იპოვა და შენ ეს გჭირდება, ხო? და მან გასწნობიერება ხდება. და ენერგიაც მე უფრო მან რაღაც ნაკლები ხარჯება თუ შეზღუდო რაღაცებს რა. კი. ხო, მაგრამ ეს ხო რაღაცა რაღაცა უბრალოდ დონეზე რა, ხო, და ხა თუ საფუძველში უბრალოდ ჩახედავ რა, ანუ მაგის ეგ არის რაღაცა ესე ვთქვათ შედეგები თავისთავადი, რაც ამ პროცესს მოყვება რა. მაგრამ მიზანი რომ მოხდეს, ხა სულიერ პრაქტიკებში რატო გამოიყენება ეგეთი მიდგომა და რატო არ გამოიყენება მაგალითად ბანკში? იმიტომ რომ იქ ცდილობენ ადამიანები ენერგიის, ანუ ხვდებიან რომ სადღაც მიდის ეს იფლანგება რაღაცა ტყუილა პირობითად, ანუ ეს ყურადღება ზედმეტს მოიხმარს რა და რაცაც მოიხმარს პირობითად იმას ამცირებდა, იმიტომ რომ რაღაცა კონტრასტი მოქცეს ამან რომ ეს ხო გაიგოს ad როგორ ანაირად რა. ხო და ესეთი მომენტია რა, რომ ჩემი აზრით ყველაზე აი გულახდილი რო ვიყო, მე ვფიქრობ რომ არჩევანს არ ვაკეთებთ ადამიანები რა. არ ვაკეთებთ არჩევანს, ახლა იქ წავალ, აქ წავალ, იმას ვიზავ, ამას ვიზავ. ჩემი აზრით არჩევანი არ კეთდება რა. ჯაჭვია ხო მაგას ამბობ. ხო, ანუ მე თუ გინდა მაგ მექანიზმს და მაგ სურათს დაგანახებთ როგორ ხედავ რა და თუ ამას მე ერთადერთი რაზეც შემიძლია ვთქვა რომ ჩემი მართვა რეალურად სად ხდება? ხდება ის რომ მე უბრალოდ მივმართო ყურადღება საკუთარ თავში თუ სადღაც. ჩვენი ის განსაზღვრულია ხო? არჩევანი ხო? კი. ხო და განსაზღვრული რატო არის? განსაზღვრული არის გავლილი გამოცდილებებიდან. კი ბატონო. ანუ კარმა, ახლა ეს ტერმინი საიდანაც მოდის, კარმა არის. ხო, ახლა ქართველებს გვაქვს ეგეთი სიტყვები, რასაც დასწრეს იმას იმკი, ხო და ეგ არის კარმა, მეტი არაფერი რა. და ახლა რა არის კარმა კიდე უფრო ისე ნალექის სახით რომ მოვიაზოთ, ხო, რაღაცა ნალექია, რომელიც მე ცხოვრებაში მოვაგროვე და მოდი ახლა ეს რაღაცა შეგახედოთ, აი ისე მედიტაციურ პროცესს რო დავუკავშიროთ. ყველაფერი რა ფიქრიც გაქვს. საიდან არის? საიდან მოვიდა? გამოცდილებიდან მოვიდა. პატარა რო იყავი, თოთო ბავშვი რო იყავი, იცოდი ეს ფიქრები რაც ახლა იცი, არ იცოდი. თუ არ იცოდი, ესე იგი შეიძინე. ხო? და თუ შეიძინე ეს ფიქრები, ყველაფერი წარსულიდან მოვიდა. ეხლა ნახე ჩვენ გონებას აქვს ეგეთი ცოტა მაიმუნი ვინმეა რა და ესეთი წარმოდგენები და ესეთი რაღაც ყველაფერი შეუძლია, ყოველი შემძლეა რა, ესე ვთქვათ რა. ხო და ჩვენ გონება შეუძლია რომ მომავალზე იფიქროს. ხო ეგრე? ხვალინდელი დღე დაგეგმო რა, მაგრამ ფუთავ რო ხვალინდელი დღე არის, უბრალოდ მაგ იდეით. მაგრამ ყველა ეს ფიქრი, რაზეც ხვალინდელი დღეს სარქმევ, გუშინდელი დღიდან იცი. მაშინ თუ არ ვეთანხმებით, აი ეგ მნიშვნელოვანია პირიქით ეს კომუნიკაცია რა, ანუ აი სად ხდება, ცოტა ვერ ხო აი მეორე მხარეს ცოტა არ იყო ესე და ამიტომ აი ცოტა ის იყო რა. ხო და აი მინდა რომ ვიპოვოთ რა, რომ აი ის კი არა რომ დამეთანხმო, უბრალოდ თუ რაღაცა არჩევს რა, მინდა რომ გამოვაჩინო. რეალურად ყველაფერი არის თავგადართვით გადარჩენა ორგანიზმის ჩემი დაკვირვებით რა და ყველაფერი რაც მომავალში გეგმავ არის ის როგორ იყო უკეთესად და როგორ გადარჩე მომავალში რა. ხო, ეხლა რა მიზნით ფიქრობ შენ ამას, ეგ სხვა ამბავია. სხვა მე ორგანიზმი სხვა დონეზე არ დამყავს რა, ერთადერთი არის გადარჩენის ფუნქციონალი. კი ბატონო. როგორც ბიოლოგიური არის. ხო, მე ორგანიზმი ეგ ტიპი ატაროს სიცოცხლე შეიძლება დიდხანს და გაძლოს დიდხანს რა. და წარსული არის გამოცდილებები და ერთადერთი მომავალზე შემიძლია ვიფიქრო ისე, წარსული ტკივილებით ან შეცდომებით ან არა, მოდი მარტივად შეგახედებ. აი ძალიან მარტივად. რას მაძლევს რისთვის ფიქრობ, ამაზე არ მინდა ლაპარაკი. მე მინდა რომ ესეთი მარტივი რაღაც დავინახოთ, რომ ყველა ფიქრი, რითაც მე მომავალზე ვფიქრობ, წარსულიდან ვიცი. ამაზე მაქვს საუბარი რა. ხო. უბრალოდ მე შევფუთე რომ ეხლა ეს მომავალია, მაგრამ ხო არასდროს არ ხდება ეგ მომავალი. ხო, ასო არ ხდება. ეხლა უყურე რომ ასევე მე ვფიქრობ წარსულზე. და ფუთავ რომ ახლა წარსულზე მართლა წარსული გამოცდილებით ვფიქრობ.
მაგალითად ჩარშან ვიღაცამ რაღაცა მითხრა და მაგაზე ვფიქრობ. მაგრამ მე იქ ვარ, აი მჯერა ეხლა რომ ისე იმ მოგონებაზე ვფიქრობ, მაგრამ ის ხო აღარ ხდება. ეხლა რა მინდა რომ ამით ისევ მედიტაციურ პროცესს დაუკავშიროთ ხო რომ ესე იგი მე ადამიანი ვიჯერებ რომ ისეთი ფიქრი თუ ესეთი ფიქრი რადგან როგორღაც სცენარულად შეიფუთა გონია რომ რეალობაა. იგივენაირად ეხლა ჩემს ცხოვრებაში მიდის ყოველდღიურობა, მომავალზე წარსულსო თავი დავანებოთ. და ამ პროცესებში ესე ვიფუთები რაღაც იდეებში, მაგალითად მე ახლა შენ თქვენთან ვიყავი პოდკასტში, და შეიძლება აქედა რომ გავალ, ვიფიქრო რომ მე თქვენთან ვიყავი პოდკასტში, ეს რაღაცა და იქ უკვე შევფუთე რა ეს მოცემულობა, ხო? ან სხვა რაღაცაზე ვიფიქრო, დავფიქრე რა შეიძლება საჭმელი შევჭამო მაგალითად და რაღაცა და ეს ნიშნავს რომ სულ რაღაც სცენები იფუთება რა. ხო და ახლა რეჟისორმა რა ფილმიც არ უნდა გადაიღოს, ხო? შენ თუ ამ ფილმს უყურებ, იმას განიცდი, რაც რეჟისორმა გადაიღო რა. კი, ეხა ფრაგმენტულად შეიძლება ემოცია რაღაცა ის მასკნა, მაგრამ მაინც მუღამ ისაა, რომ როგორიც არის სცენა, ისეთია განცდა რა. ხო და ეხა ჩვენი გონება ეგეთი ვინმე არის, რომ გინდა ხდება აქ. გინდა ნუ ხდება და შენ ფიქრობ, რომ ეგ რეალობაა, იგივენად განიცდი რა. ან ანალოგია რო ვთქვა, ეხა წიგს კითხულობ საერთოდ, ვაფშე არც ხდება, არც პერსონაჟიც კი არ არსებობს, ხო? ან უბრალოდ ასოებს კითხულობ რაღაცა თეთრ ფურცელზე შავი ასოები წერი ამ პირიქით, ხო და აი იქაც კი გაქვს უნარი რომ განიცადო ისაც ეგ სცენაში ხდება. ესე იგი გონება არის ტიპი, რომელსაც ყველაფერი შეუულია რომ შექმნას. და ყველაფერი თუ კი რამე არსებობს სამყაროში მისი შექმნილია. ანუ გონება არ დაგეთა. ხო და ეხლა რა ხდება რომ აი მე მედიტაციურ პროცესში იმას გულისხმობ რომ გამოხვიდე აი ამ ყველაფერიდან. ანუ აი დაანებო ყველა მოგონებას თავი, იმიტომ რომ ყველა შენი წარსული გამოცდება უკვე წავიდა. დატოვე, აი სასაფლაოა რა. აი მორჩა უკვე წარსულია. რა გინდა იქ რა? და ყველაფერი თუ იქ დადიხარ, ესე იგი ისევ სასაფლაოზე ბრუნდები რა. მაგრამ თუ ერთი წამით უკვე აქ ხარ, ყოველთვის აქ ხარ, შენი სხეული მინიმუმ სულ აქ არის. შენი წარმოდგენა არის სულ ან წარსულში ან მომავალში და თუ ერთი წამით, აი უბანალურეს რამეს ვამბობ რა, იქიდან აქ ჩამოხვალ, სო? ხო და რა გინდა იქ რატო დადიხარ? აი ეგ არის რა. და იქ მოდის კარმა რა. ხო და ნახე თან ეგ არის. თან არ არის. ხო და რა არ არის? ან რა არის? არა, მე გეთანხმები ბოლომდე, მაგრამ რეალურად მთელი პრობლემა ხო ერთი ბანალური წამის დაჭერა კაცობრიობისთვის. ეხლა ჩვენ ამაზე კი ვლაპარაკობთ და ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ეგ არ არის ადამიანების გამოცდილება რა. ადამიანების გამოცდილება არის წარსული და მომავალში ფიქრი და ტანჯვა მაგაში, ხო? და ტოლოსულ დაუკმაყოფილებლობისთვის რა. თითქოს მარტივია რეალურად. თითქოს სულ აქ იყო. სულ აქ არის, ხო? მაგრამ ხო. ხო და როდის ხდება მაგის განცდა? ნება ალბათ ჩემი აზრით პირველი. რაც ნება ხო. ნება უმოკლეს ადამიანს. ისა ბევრი სიტყვა შეიძლება. და საბოლოოდ განცდა ხდება მაშინ, როდესაც ძალიან დაეცემი ალბათ რა. თორე კარგად რო არის ვიღაცა კარგად არის და მორჩა რა. ფეხებზე კიდე ყველაფერი. მაგრამ რაღაც ზონაზე შეიძლება ისიც დაიტანჯოს რა, რაღაც მოვიდეს რა, ცოტა ხანია. საბოლოოდ ჩემი დაკვირვებით ყველაფერი რაღაც კარგად ყოფნას, ეგეთი კარგად ყოფნას დროებითია რა და ადრე ან გვიან მიდიან ადამიანები რავი. რაც ამ ფული კონდეს, მატერიალურ რაღაცები, რაღაცამდე მიდიან. რამდენად მე ცნობიერდებიან და თავს აღწევენ. უბრალოდ ზოგს ბევრი საშუალება აქვს, კარგი გასართობი რა, ახალ სათამაშოებს ყიდულობენ და კმაყოფილებაში აი მან ძალიან საინტერესო რამეს გეტყვი ახლა. რაც შენ საჩუქარი მიგიღია, ან რამე გიქნია ცხოვრებაში, რაც კი გიწუხებულა. აი ხო და ახლა ნახე რას მე რისი თქმა მინდა რომ რაც არ უნდა გაგეკეთებინ, რაც არ უნდა გავაკეთო, პრეზიდენტი გავხდე, ფულები ვიშო, რჩები გადავდგა, გადმოდგა. ეგ ოკეი რო არ ჩერდება, მაგრამ ყველაფერი თუ კი რამე მიგრძუნია და განმიცდია, სად მიგრძუნია? მე მანქანას რომ აჩუქებ ახლა, შევა. ხო, მაგრამ ახლა მე იმის თქმა მინდა რომ ყველაფერი ჩემს შინაგან სამყაროში ხდება რა. ხო და ადამიანებს გონიათ რომ გარეთ უნდა მოხდეს რაღაცა, რომ შიგნით შეიცვალოს რა. ხო. ხო და რეალურად შიგნით არის იმის წყარო, რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება და რატომ უნდა მჭირდებოდეს მე მანქანის ძიება ან რაღაცის რომ ვიყო კარგად.
და მით უმეტეს თუ გამოვცადე უკვე რომ მანქანამ არ გამაბედნია რა რატომ მგონია რომ ისევ მეორე მანქანა გამაბედნია ხო და ეგ არის აი ეგ არის სულ გონია რა პოკერების თამაშს გავს სლოტების ხო სულ გონია სულ აი სულ ეგ აი პოკერები თელი ფსიქიკას დამასკაში ხარ პოკერების თელი გენიალურობას მაგათთვის ხო ეგ არის რა სულ გონია რომ ეხა უფრო მეტ აი ეხა რაღაც ხო და აი ეგ არის გონების ბუნება ახლა სადმედივართ გონების ბუნება რომ სულ უნდა რომ მეტი და მეტი მიიღოს და სად იღებს გონება მეც და მეც ცნობიერებაში ალბათ სულ მაგას კითხულობ სუსტად მაგას კითხულობ და ყველა მაგაზე მეც ვერსად ვერაფერს ვერ მიიღებს და თუ მანდ მიიღოს თუ არსად არ ჩანს ეგ მაშინ ეგ გამოცდილებაც არ იქნება ესე რომ ვთქვათ რა ან ნებისმიერ სიამოვნება თუ სადღაც არ ჩანს ის გამოცდილება ვერ იქნება. ხო და შესაბამისად რაღაცაზე რო ვილაპარაკოთ და ჩვენ თავზე რა, მნიშვნელოვანია ის კი არა როგორია შეგრძნება ან სასიამოვნო ან არასასიამოვნო. სად ჩანს ეს შეგრძნება, აი მაგას როგორღაც მივახლოვდეთ. მაგრამ ხო ისევ დავზენო ეს უმან ვარ. ნუ ეს სიტყვის იმასაც ქვია. ერთ რაღაც განცდა წამოვიდა რომ მინდოდა მე თქვა ეს კარმაზე იყო რა და მოდი ახლა ესე გავიაროთ. აი წეღანაც თქვით ცოტა ხო ამაზე ვისაუბრეთ რომ ჩემი სხეული რომ დაიბადა ეს სხეული. ეს სხეული რომ მაქვს გენეტიკურად მივიღე რა ანუ მშობლებს ჰქონდათ ესეთი თვალები, თმები, რაღაც ეს ინფორმაცია გენეტიკური კოდი, ესე ვთქვა და ჩემთანაც ეგ გადმოვიდა რა. კი, ცოტა სხვანაირი ვიდრე ჩემ ძმასთან ან ჩემ დასთან, მაგრამ ისეთი როგორიც არის გენეტიკა. მე რო დავიბადე ამ დღიდან მე და დღემდე მოვედი, რაც გავიარე, რაც ვისწავლე, რაც ვიცეკვე, რაც ვიმღერე, ქართული ვიცი, ინგლისური, ან რა ვიცი, რაღაცა რო იცი ადამიანმა, ეს ყველაფერი რაც კი გაგივლე, რაც სადაც კი შენი ყურადღება გამოგზაურდა, ყველგან შენ ეს რაღაცა აღიბეჭდა მეხსიერებაში. და ეს ყველაფერი ფიზიოლოგიაში არის ჩაწერილი. ეგ მგონია რომ DNA-თაც მოგყვება. მაგას ამბობს ხო? აი ხა უფრო ამბობს გამოცდილებიდან რაც დააგროვა ეგ მაგას ამბობს. არა, ყველაფერი ვაფშე, აბსოლუტურად ყველაფერი ჩაწერილი არის სხეულში, როგორც გენეტიკურიდან დასაწყისში, მე უკვე მე რაც დავუმატე რა. ხო, რა და მე ჩემ გენეტიკას ვცვლი ამ კუთხით რა. ხო და ეხლა ეგ რა მოხდა რომ ამ მეხსიერებაში არსებობს ბევრი წყენა, ბრაზი, ტკივილი, სტრესი, რაღაცა რა. და ეს ნიშნავს, რომ მოცემულობას რაღაცა წაეჭიდავა. ანუ ის, რასაც ჩემი მეგობარი ამბობდა, რომ ბუნებრივად ხდებოდა. და როცა ეს წაჭიდავებები მოხდა ის, რომ რაღაცა მკვალი დატოვა. მოდი ახლა ესეთ რაღაცა იდეას გავაზიარებ დაავადებასთან დაკავშირებით მაგალითად რა. აი, როდესაც რაღაცა დაავადება ვლინდება და ეს ახლა აღიარებული ფაქტია, რომ ფსიქოსომატურია 99% დაავადების პრობლემა. ხა რატო არის ეგეთი? იმიტომ რომ ზუსტად რაღაცა, ესე იგი, იმის ალგორითმი, ის ადამიანი როგორც გავს ყოველდღიურ ნაბიჯებს, აშკარად რაღაცა დისბალანსი შემოაქვს მასთან ფიზიოლოგიაში. და ეს ფიზიოლოგიაში შემოსული დისბალანსი უზღუდავს თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მის ნერვულ სისტემაში რაღაცა, ასე ვთქვათ, ლაბირინთები არის ისეთი გაკაფული, რაც ესეთ შედეგებს იძლევა რა. ეს არის მიზეზ-შედეგობრივი პროცესი. და დღეს მე რადგან ასე, როგორც ახლა წეგან თქვით, ხო, რაღაცა ინერციულად რო ასე მიდიოდი, მიხვედი იქ, სადაც მიხვედი, იმიტომაც გაგიჭირდა სადღაც რაღაცა და იმიტომ მივხვდი რაღაცას, რაღაც რო აი ესეთ პროცესებში ვიყავით, ხო? ეხლა ეს ყველაფერი რას ნიშნავს? ჩვენ ახლა მეხსიერება გვაქვს რაღაცა აზროვნებითი ხო რაღაცა მენტალურად ახლა მე შევა გავიხსენო, შე რა ქვია ან რავი რაღაც სად უნდა წავიდე ახლა რაღაც ესეთი ხო, მაგრამ იდეა ისეთი მეხსიერება არსებობს ჩვენში, რომელიც ამ შრის მიღმა არის, რასაც შეიძლება ქვეცნობიერი უწოდოთ ან რაღაც მსგავსი ტერმინები რა. მაგრამ მე არ მინდა ხოლმე ამ რაღაც ტერმინებით საუბარი, იმიტომ რომ უფრო იბნევა ადამიანი რა. ძალიან ბანალურად რო ვთქვათ. და ამ ჩემს ნერვულ სისტემაში არსებობს ბევრი ინფორმაცია, რომელიც ახლა შეიძლება არ მახსოვს, მაგრამ რაღაც სიტუაციაში აღმოვჩნდები და ისე რომ მე თვითონაც ვერ ხვდები, რატომღაც შეზღუდული ვარ, მაგალითად, რა ვიცი, ვიღაცას ვერ ვეცეკვები. რატომ მინდა რომ ვიცეკვო, მაგრამ აი რაღაცა არ მიშვებს და რა არ მიშვებს მე თვითონ ვერ ხვდები. და ეს არის ჩემში რაღაცა ბლოკი, კომპლექსი, წყენა, ბრაზი, რაღაცა წარსულში დანალექი, რომელიც ახლა ამაში არსებობს რა. და ეს მიზღუდავს ახლა მე თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობას. როდესაც მე ვუბრუნდები ჩემი ყურადღებით
რაც წეგან ვილაპარაკეთ, საკუთარ თავს. როგორც ფეხის განცდა დავიწყე, ხო, რო ყურადღება რო ფეხში შევიდა. იქ ისეთია ფეხის განცდა, საკუთარი თავის, ანუ არა პიროვნების, არა ეგოს რაღაც იდეა მესზე ვლაპარაკობ, ხო, არამედ უზენაესი მე, შენი კულმინაციური, ესე ვთქვათ, ნამდვილი ჭეშმარიტი ბუნება აბსოლუტურად ყოველთვის ნეტარია, ყოველთვის სიმშვიდე, ყოველთვის წესრიგია, წეღანაც ვთქვით, რომ ყოველღამე ვეხებით, რაღაცა სადაც ყველაფერი ჩუმდება, აღარ ლაპარაკობს გონება, აღარ მოძრაობს სხეული, ცოტა ხანი გაჩერდი რა. და მაგან მოგცა საშუალება, რომ რაღაცები მოწესრიგდეს შენ სხეულში, ის რაც აქტივობაში არასწორ ლაბირინთებში გაკაფე, ესე ვთქვათ რა. ეხლა უყურე, რომ თუ შენ ნებისმიერი მეთოდით და რა თქმა უნდა, ხა მედიტაცია პირდაპირ მაგაზია ლაპარაკი, მაგრამ ნებისმიერი მეთოდით, თუნდაც ყველანაირი მეთოდის გარეშე. ახლა ამას გააკეთებ, რომ უბრალოდ ამ წუთას ერთ წამში მიბრუნდები უკან. ეს ისევ ანალოგიას ვამბობ, ხა უკან წინ რაღაც ხო პირობითად, მაგრამ უბრალოდ დაბრუნდება ყურადღება იქ, მომენტალურად იწყება განცდა იმისი, რაც ისედაც არის, ხო? რაც აქამდეც ბევრჯერ ვახსენეთ და როდესაც აქ არის ყურადღება, განცდაც ეგეთი არის. ანუ ფიზიოლოგია, ქიმია, ბიოლოგია იცვლება და მისი ბიოლოგია, ქიმია მუდმივად წესრიგი არის რა. და ეს წესრიგი იმას კი არნიშნავს ახლა რომ სადღაც ბოდიში და ყველა მაინც წავალთ ამ ქვეყნიდან, მაგრამ რაღაცა მიზეზი და რაღაცა სამედიცინო დიაგნოზი ყველა ვარიანტში იქნება, იმიტომ რომ ადამიანი ხა ისე რაღაცით ავხსნით, რომ იმიტომ გარდაიცვალა, მაგრამ ხა ეგ ცალკე თემაა, მაგრამ მე იმის თქვა მინდა რომ ყველა ეს დანალექი, როცა ჩვენ აი ამ ტვირთს მივათრევთ, აი ეს არის კარმის გავლენა რა და დღეს ადამიანებს მისტიურად და ეს სუიციდალური ანუ სუიციდისკენ მისწრაფება შეიძლება წამოყვეს გენებით ადამიანებს რა ჩვეულებრივ და ოღონ გენები ხო ეგ არის, რომ გარემოებები ათრიგერებს მე ამ გენებს და ხო აი ჩემი ბაბუა თუ რაღაცნაირ სტრესს ესე რეაგირებდა, იმის გენები თუ წამომყვამე, აქ თუ რაღაც მსგავსი სიტუაციებია, შეიძლება ის ბაბუას დამემსგავსო. მე და ეგრევე გენერირდება. ხო, ეს პროგრამაა. ეს ხო პროგრამაა და სულ განსხვავებული. ხო და ეხლა მთელი მუღამიც რა რომ საერთოდ დისტანცირდი ამ პროგრამისაგან, ხვდები და თუ მე იმ პროგრამაში ვცხოვრობ და იმ პროგრამით მოქმედებ რა. ანუ შემაჯამებელი ეხლა საბოლოო ჯამში ჩემთვის ეს იქნებოდა რომ მე თუ აი ამ პროგრამებში, ანუ ნახეთ ესეთი რაღაცის თქმა მინდა რა, რომ თუ მე სიბნელეში ვცხოვრობ, მაგალითად ეხლა აქ ჩავაყრეთ სინათლე რა და თქვენც აქ ცხოვრობთ რა და ეხლა აქ რო ვიცხოვროთ თანაცხოვრებაში რო ვიყოთ, შეიძლება რაღაცას გავია რომ მივეჯახო, შენც მიეჯახო რაღაცა, მაგრამ ხო შეგვიძლია ვიჭიდაოთ ის ჩემი ადგილია, ეს შენი ადგილია და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ვიცხოვროთ პრობლემებში, მაგრამ შეიძლება ჩვენ შევთანხმდეთ ის ჩემი ადგილია, ეს ჩემი ადგილია. მე დავამუღამო რომ მე კედელბიბლი რომ რამეს არ მივეჯახო მაგალითად და რაღაცები შეიძლება ამ თამაშის წესები დავამუღამო რა. მაგრამ მე მაინც სიბნელეში ვცხოვრობ. და რა მჭირდება რომ მე სიბნელე აღარ იყოს? უბრალოდ სინათლე უნდა შემოვიტანოთ, ეს სიბნელე თავისთავად ქრება და ამ სიბნელის პრობლემები უბრალოდ ქრება. და ეს არის რა ის შეჯამება ალბათ რაც მე შეიძლება და ჩვენი ყურადღება არის ეგ სინათლე, საითაც მივანათებთ ჩვენ ცნობიერებას. კი ბატონო, თუ ყურადღება გონდება საკუთარ თავთან, იმას რაც არის. კი ბატონო. ეგ არის. მოგენ დავასრულეთ დღევანდელი პოდკასტიც. მადლობა დროისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენ გასწავლისთვის. ძალიან სასიამოვნო იყო. ჩემთვისაც ძალიან საინტერესო. დავიშალეთ. ეგესაც ჩამოვაკეთე. გონგი. გონგი. ეს ის ვარ.